ასეთი ლექცია დღეს საკრებულოში ვერ ხვდებით გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ მადლობა ღია საზოგადოება საქართველოს, რათა დაგვით მოისივცე და შეგვიძლია აქ შევხვდეთ. მე მეც აღარ გავაგრძელებ, გადავცემ სიტყვას ნათიას, რომელიც წარმოგვიდგენს დღევანდელ თემას და მე მგონი გრძელი სიტყვა მოკეთებ თქვა დაუთმოთ ბატონს თემის წარსადგენად და შემდეგ უკვე დისკუსიის ფორმატში რამდენად საჭიროებს ქალაქი ამ ჩარჩო ურთიერთობას და რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ისევ და ისევ უკეთესი გახდეს თბილისი ჩვენთვის. მადლობთ მოგესალმებით, აი ამ ჩვენ შეხვედრას მე ლექციას ვერ დავარქვევ, არ გაკადრებთ ამას, მოხსენება უბროა. იყოს მოხსენება. დატვირთვას ჩემ თავზე ავიღებ. ჩემი პროფესიული ბიოგრაფია მე მგონი მოგაწოდა და შეიძლება კიდეც გავრცელდეს. ხოლო ერთ რამეს გავუსვამდი ხაზს, რომ ყველაფერთან ერთად, მე მსახურები მრავალი უკვე 10 წელია ურბანისტიკას. და ორი ნიუანსი არსებობს. თავის დროზე გახდით Habitat Georgias დირექტორი, იყო ორგანიზაცია, რომელიც ფილიალი იყო პრაქტიკულად სოფლიო ჰაბიტატის ორგანიზაციის და გარდა ამისა ვიღავი ჰაბიტატის სოფლიო ქსელის გამგეობის წევრიც, რამდენიმე წლის განმავლობაში. თუ მე რა მოხდა, ამასაც მოახსენებთ ალბათ. სხვა აუდიტორიაში დავიწყებდი ჩემს მოხსენებას შეკითხვით, რომ იცით რა არის საერთოდ ჰაბიტატი, რას ნიშნავს? რას ნიშნავს არა ლექსიკურად ვიცით, რაც არის საცხოვრისი, არა მრავალ ევროპულ ენაზე. არამედ ორგანიზაცია, UN Habitat Program, ესეთი ორგანიზაცია. გაცილებით უფრო პოპულარულია და ცნობილი გაეროს ორგანიზაციები, UNDP, UNEP, UNHCR, ეს დევნილთა ორგანიზაცია და რა თქმა უნდა UNESCO. აი, ჰაბიტატი ნაკლებად არის ცნობილი, ვიმეორებ ამ აუდიტორიაში არაცხადია, მაგრამ სხვა აუდიტორიებში ნაკლებად. ეს გახლავთ სოფლიო ორგანიზაცია, სოფლიო რანგის ორგანიზაცია, გაეროს ერთ-ერთი სპეციალიზებული პროფილური ორგანიზაცია, რომელიც გლობალური მასშტაბით მეურვეობს ქალაქ განვითარებას და საცხოვრისს. აი ეს ორი სფერო აქვს ძირითადად აღებული. ჰაბიტატის შექმნის აუცილებლობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ 60-იან წლებში გაიზარდა დამოუკიდებელი ქვეყნების რაოდენობა, ძირითადად აფრიკის ხარჯზე, იცით თქვენ მოგახსენებათ ესეც, სადაც წამოიჭრა ის პრობლემები, რომლებსაც ადრე აგვარებდა ან ჩქმალავდა თუ გნებავთ მეტროპოლიები, თქვათ ინგლისის კოლონიებს, ინგლისი პატრონობდა საფრანგეთის შემდეგ. დამოუკიდებელ ქვეყნებში აღმოჩნდა ძალიან ბევრი პრობლემა დაკავშირებული სწორედ იმასთან, რომ დამოუკიდებლობას მოყვა დემოგრაფიული ბუმი და ცენტრისკენული მიგრაციის ძალიან ძლიერი ნაკადები, ცენტრისკენული იგულისხმება სოფელი ქალაქი ტიპის მიგრაციები. დღეს ეს ბუმი მსოფლიოში გრძელდება მესამე სამყაროში ძირითადად. ჩვენ სამწუხაროდ არ ვეკუთვნით ამ ასე ვთქვათ წებას ქვეყნებისა, ჩვენთან პირიქით დეპოპულაცია მოგახსენებათ, ბოლო აღწერამ დააფიქსირა 3.730.000 ადამიანი საქართველოში, ანუ პრაქტიკულად დეპოპულაციის ზღვარზე ვართ, ამიტომ ჩვენი დამოკიდებულება ჰაბიტატთან ცოტა თავისებურია, ამისადაც მოგახსენებთ ამის შესახებაც. ყოველ შემთხვევაში დღეს თუ გლობალურად ტერიტორიის მხოლოდ 2% აქვს დაკავებული ქალაქებს მთელი ჩვენი დედამიწის ზურგზე, 60-70% მოდის ნარჩენების, ასე ვთქვათ, წარმოებაზე, სათბურის გაზის ემისიაზე, წყალმოხმარებაზე და ასე შემდეგ. ანუ პრაქტიკულად მთელი პრობლემატიკა კაცობრიობის თავს იყრის კონცენტრირებულია ქალაქებში, ძირითადად მსხვილ საქალაქო აგლომერაციებში. ამაზე რეაგირება იყო სწორედ ჰაბიტატის ორგანიზაციის შექმნა თავის დროზე, პირველი მსოფლიო კონგრესი ან ფორუმი თუ გნებავთ გაიმართა ვანკუვერში, კანადაში 1976 წელი. 20 წლიანი ბიჯი წავიდა შემდეგ საქმე, 20 წლის შემდეგ სტამბოლში უკვე ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, 96 წელია და საქართველოს წარდგა ძალიან საინტერესო მოხსენებით, მაშინ მე არ გახდი დირექტორი, ამიტომ პატივი მივაგოთ იმ დროინდელი ხელმძღვანელობას, რომელმაც ძალიან საინტერესო ეტაპობრივი, ასე ვთქვათ, ანგარიში წარუდგინა მსოფლიო ორგანიზაცია, თითქმის ყველა ქვეყანამ წარადგინა თავისი ეროვნული მოხსენები, მათ შორის საქართველოსაც. შეგიძლიათ ნახოთ ეს მოხსენებები. ამის შემდეგ მოვიდა 2016 წელი და კიტო ეკვადორში ჩატარდა მესამე ფორუმი. ჩვენ გაგვიმართლა იმ ხრივ, რომ გვესწრება ჩვენ
ჯერ ერთი ძალიან დიდი მადლობა ხალბატონო ნინო, რომ მობრძანდით. ხალბატონო ნინო ხატისკაცი, მერის მოადგილე, თუ ვიცემერი, ეს ჩემთვის ცოტა ნიუანსი დაუკვირველია. ყოველ შემთხვევაში ხელმძღვანელი ერთ-ერთი ქალაქისა, რომელსაც ჯერ ერთი დაგვიწმო დღევანდელი თავისი დრო ჩვენს შეხვედრას დაუთმო და შემდეგ მონაწილე არის სწორედ კიტოს მესამე, ასე ვთქვათ, სოფლიო კონგრესის სოფლიო ფორუმისა. ეს ქალაქის მხრიდან სამინისტროდან ჩვენ დაემთხვა ისე მეზობლად არის ჩვენი საუწყებო სამინისტრო. სამინისტროს ცოტა მოგვიანებით გადავკრავ მათ რახს, არ მომერიდება, თუ რამას საჯაროდ ვაკეთებ ყოველთვის. ორგანიზაციული თვალსაზრისით, რასაკვირველია ინსტიტუციური თვალსაზრისით, რაც შეეხება ხელმძღვანელებს ამ ჩვენი სფეროს ჩვენი დარგისა, როგორც იქნა დაკომპლექტა სპეციალისტებით, ხალბატონი ნინო აგრეთვე მეორე ხალბატონი ნინო ესწრებოდა სოფლიო კონგრესს ერთად იყვნენ წარმოდგენილი იქ. ასე რომ თუ რაღაცა კონკრეტიკა დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ხალბატონი თქვენს ჩაერთოთ და პასუხები გასცეთ ამ შემთხვევაში. მას ასე ჰაბიტატის ინტერესები, სხვა შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფართედ მოღვაწე ორგანიზაცია. მათ ოფიციალურ საიტზე ასეთი განცხადებაა, რომ 220 სახელმწიფოსთან თანამშრომლობთ. ნუ ქვეყანა სახელმწიფო და ამ შემდეგ. გაეროში 200-მდეა. FIFA-ში ფეხბურთელებშიც დაახლოებით 207-ია თუ 204-ია დაახლოებით, მაგრამ მე გადავავლე თვალი იმ ქვეყნებზე, როგორ არის მაგალითად ისი, თქვათ მაგალითად დასავლეთ საჰარა, ამასთანაც თანამშრომლობენ და სხვა და სხვა. თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმები აქვს ჰაბიტატს. სამწუხაროდ შარშანდელ ჰაბიტატზე ჩვენ კიტოში ვერ წავდებით ეროვნული მოხსენებით, მიზეზი არ ვიცი. მაგრამ ეს სხვა შორის ცოტა ასე ვთქვათ, რამდენიმე ქვეყანა იყო მხოლოდ წარმოდგენილი ეროვნული მოხსენებებით. რაღაცნაირად გაგრილდა შეიძლება ინტერესი ინსტიტუციური, არ ვიცი, 10-ოდე ქვეყანა იყო სულ წარმოდგენილი ეროვნული მოხსენებებით, მათ შორის შეერთებული შტატები იყო. ფორმები სხვადასხვა არის. ჰაბიტატი არის საკონსულტაციო ორგანიზაცია. ეს არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც გრანტებს გასცემს მაინდა-მაინც რაღაცის დაპროექტებას და ასე შემდეგ, ინტელექტუალური მხარდაჭერა, თქვათ, ახალგაზრდული ფორუმები, ასე კონსულტაციები და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო, მაგრამ ერთ-ერთი სერიოზული თანამშრომლობის ფორმა გახლავთ ეროვნული ჰაბიტატ ორგანიზაციები. ახლა დაუბრუნდები იმ ადრინდელ დროს. ჩვენთან 94 წელს, 1994 წელს შეიქმნა ჰაბიტატ ჯორჯია, რომლის მიზანი იყო სწორედ ამ კავშირების დამყარება, მეთოდოლოგიის გადმოღება, ვინაიდან გარდამავალ პერიოდში ვიყავით, არ ვიცოდით, როგორ მოქცეული ვიყავით ქალაქურ გარემოში, განსახლების სისტემაში, საცხოვრის რა უყო და ასე შემდეგ. დღემდე არ ვიცით რა უყო საცხოვრის, ხედავთ თქვენ, რა პრობლემები გვაქვს საცხოვრისთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. 96 წელს წავდექით სტამბოლში, კონფერენციაზე ვიმეორებ. შემდეგ მე მომიწია რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობა და ამიტომ კარგად ვიცი ის მექანიზმები. შემდეგ უკვე პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებამ ელემენტარულად ერთი ხელის მოსმით გააუქმა урбанизация მშენებლობის სამინისტროს ყველა საჯარო თქვათ იურიდიული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მათ შორის ჰაბიტატიც. ეს იყო სრულიად გაუმართლებელი რამ, ვინაიდან ბოლო წლებში სამინისტროს არ ჰქონდა ფინანსური რესურსები და ჩვენ ვინახავდით ამ ორგანიზაციას, ჩვენ გულისხმობ საქართველოს урბანისტთა ასოციაცია, მაშინ არსებობდა ასეთი, გახდით თავმჯდომარე, ჰქონდა გრანტები, სხვა შორის ღია საზოგადოებისგანაც ჰქონდა გრანტები, USAID და ასე შემდეგ და ჩვენ ვინახავდით ჰაბიტატ ჯორჯიას, ვინაიდან იქედან წამოსვლა მოწყვეტა იმ საერთო პროცესიდან რაღაცნაირად ძალიან ცუდ დღეში ჩააგდება ჩვენ ქვეყანას რაღაცა მორალური ურთიერთობის თვალსაზრისით. როცა მწერდნენ მე იქაური კოლეგები, რომ რაშია საქმე, რატომ არ გვეხმაურებით რაღაც პროექტებით და ასე შემდეგ, მე პასუხი არ მქონდა. ვიმალებოდი თუ შეიძლება ასე ითქვას. შემდეგ შევხვდი მინისტრის მოადგილეს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, მან პირდაპირ მითხრა, რომ თუ გინდათ კერძო სამართლის პირი გააკეთე და ასე შემდეგ, მაგრამ ის არ თანამშრომლობს ჰაბიტატი კერძო ორგანიზაციებთან. ასეა თუ ისე დღეს კერძო ინიციატივებზეა დამოკიდებული ურთიერთობა საქართველოსი და ამ უნიშნელოვანესი ორგანიზაციის და აი იმედი გვაქვს, რომ აი ჩვენი დელეგაციის იქ ყოფნა რაღაცნაირად იმპულსი იქნება საიმისოდ, შეიძლება არის კიდეც რაღაც მოძრაობა, არ ვიცი, რომ ეს ორგანიზაცია აღდგეს. არაფერს ბევრს ის არ მოითხოვს, მაგრამ ვიქნებით აი ამ სოფლიო მარაკაში თუ შეიძლება ასე ითქვას, არ ჩამოვრჩებით აი ამ პროცესებს. ეს რაც შეეხება თქვათ ჰაბიტატის ასეთ მოკლე თქვათ ისტორიას.
ეხლა რაც შეეხება ჩვენი საზოგადოებისა და ქალაქის და საცხოვრისის დამოკიდებულებას. ძალიან კარგად მოგეხსენება თქვენ ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაცია და იქ ჩამოთვლილი უფლებები, ადამიანის უფლებები რა შეადგენს და რა არ შეადგენს. სხვა შორის საცხოვრისიც შეადგენს. სამწუხაროდ ამის შესახებ მოგვიანებით ვიტყვი, რომ ამაზე რეაგირება ჩვენს კანონმდებლობაში არ არის. არც ჩვენს კონსტიტუციაშია უშუალოდ დახსენები, თუმცა კი კონსტიტუციაში არის დათქმა, რომ საქართველოს არ ეწინააღმდეგება იმ საერთო ზოგად პრინციპებს, რასაც აღიარებს სოფლიო, ასე ვთქვათ, ორგანიზაციები. ეს ძალიან სუსტი ჩანაწერია და თქვენ ხედავთ ახლა რა საპროტესტო აქციებია საცხოვრისთან დაკავშირებით. რაც შეეხება ქალაქს, ერთ-ერთი თვისება, ასე ვთქვათ, აი ჩვენი თანამედროვე საზოგადოებისა, ღია საზოგადოების განსაკუთრებით, გახლავთ თვისება კი არა და მოთხოვნა უფლება ქალაქზე. Right to the city. ეს არის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, მე ვიტყოდი ღერძი, აი ჰაბიტატის, ასე ვთქვათ, მოდუსზე აზროვნებისა, რომ ჩვენ გაგვაჩნია უფლება ქალაქზე. მეტიც კი, რომ ქალაქი ჩვენ ვართ. და ყოველთვის აუდიტორიაში შეიძლება მოგაბეზრეთ თავი, ვისაც პირველად არ ხვდები, ყოველთვის გახსენებთ ქალაქის გენიალურ განმარტებას სულხან საბა ორბელიანისა. კიდევ ერთხელ შეგაწყენ თავს და გავიმეორებ, რომ მის, ასე ვთქვათ, სიტყვის კონაში არის უბადლო განმარტება, რომელიც დარიჯს სოფლიო ურბანისტიკაში პრაქტიკულად არ არსებობს. თანამრავლობასა და თანასახლობასა ქალაქის სახელედების ვინადგან ვერ კმაეყოფის კაცი ერთი თავსა თვისსა, არამედ რათა შევეწეოდეთ ერთი მეორესა და სარგებელსა მივანაყოფებდეთ. ხედავთ როგორი ღრმა განმარტებაა, როგორი არა მარტო ფიზიკური განმარტებაა ქალაქისა, რაც შემდგომაც ჰუმანიზმის, ასე ვთქვათ, ეპოქაში გაჟღერდა ძალიან ხშირად და აქცენტია გაკეთებული ქალაქზე როგორც სოციალურ ორგანიზმზე, როგორც კულტურის ფენომენზე. სამწუხაროდ ეს უშუალოდ ნათარგმნი ასე არ არის გავრცელებული მსოფლიოში, თორე ჩვენ კიდევ უფრო დაგვაფასებდნენ და გაუპირდებოდათ რატომ არ ვარ ჩართული თქვა აი ამ სისტემაში. ერთ რამესაც არ დაგიმალავთ, რომ შეიძლება იმის გამო, რომ ასეთი, ასე ვთქვათ, მრავალმხრივი ორგანიზაცია ან შეიძლება დამძიმებულია ამდენი ქვეყანასთან ურთიერთობით, სხვადასხვანაირი, ვთქვათ, ტიპის ქვეყნებია ამ კუთხით, არ დაგიმალავთ და ცოტა იმედები გამიცრუდა ჰაბიტატის მესამე, ასე ვთქვათ, რეზოლუცია, კიტოს რეზოლუციაზე, რომელსაც ჩვენერი სახელი ქვია პრინციპში, რომ ასე იგი ქალაქების განვითარება და ასე შემდეგ თანამედროვე ეტაპზე, მაგრამ ახალი თითქმის ვერაფერი ვერ ნახე ამაში. რას ნიშნავს ეს მეგობრებო? მე მგონია რომ ეს რაღაცნაირად მინიშნება, რომ აქცენტი უკვე ამ საერთაშორისო ასპარეზზე უნდა გადავიდეს ნაციონალურ ეროვნულ დონეზე. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში მინიშნება, ამიტომ შეუძლებელია საერთო მნიშვნელის მოძებნა 220 ქვეყნისთვის. ყველას ჩვენი პრობლემები გაგვაჩნია და არამც არ უნდა ვიყოთ პასიური მოხარებელი ჰაბიტატის იდეოლოგიისა. პრინციპებს ვაღიარებთ, პრინციპები არ ითვლება. ჰაბიტატს აქვს წინვალე გამოცემები, ტომებად გამოდის დარგობრივი თემატური გამოცემები, მაგალითად წყლის პრობლემა, სანიტარია, რაც ჩვენთვის ძალიან ახალი და აქტუალურია, ასე ვთქვათ, ჯურგმულების საკითხი, ტერმინი შემომაქვს ჯურგმულების სლამს, ტრუშჩობი, აი ტერმინოლოგიაზე რო ვილაპარაკებთ, ამაზედაც მოგახსენებთ, რომ ერთ-ერთი პრობლემა არის ჩვენთან აი ტექნიკური ტერმინოლოგია, რა დავარქვათ სლამს. ჯურგმული დავარქვათ, ქოხმახები დავარქვათ, ქოხები დავარქვათ, თუ კიდევ ერთი ტერმინი, რომელსაც თავაზობს თქვა გრიშაშვილი თავის ქალაქურ ლექსიკონში, იქაც აქვს მას. ერთ-ერთი ტერმინი, ამასაც გეტყვით. ესე იგი, აი ეს აქცენტი გადმოსატანია ჩვენსკენ უფრო, საქმიანობის აქცენტი. აი ამ, ასე ვთქვათ, სარკეში დანახული ჩვენი ეს პრობლემატიკა ძალიან დამეხმარა მაშინ, როდესაც თბილისის მიწათმფლობელობის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში დამევალა ორი კონკრეტული თემა. ერთი იყო თბილისის აგლომერაციის საკითხი, რასაც აგრეთვე განიხილავს ჰაბიტატი და იძლევა ტერმინოლოგიას, ასე ვთქვათ, აგლომერაცია, საქალაქო აგლომერაცია, ურბანული მეტროპოლური არეალი და სხვა შორის დაემთხვა ძალიან საინტერესო დღეს დამირეკეს ჩვენი კათედრიდან, მაინც კათედრას ვიტყვით, თუმცა კათედრა აღარ ქვია, GPI-ში, არქიტექტურისა, ურბანისტიკის
და მეკითხებოდნენ რომ როგორ დავარქვათო მეტროპოლური არეალი თუ მეტროპოლიტანური არეალი, იმიტომ რომ metropolitan area არის მაშინ ინგლისურში. ანუ ეს პრობლემაც არსებობს. ანუ პრობლემა არის საერთოდ მეგობრებო ის რომ სისტემურად არ გვაქვს გააზრებული აი სფერო. სფერო იგულისხმება ქალაქჩენებლობა, განსახლება, ქალაქჩენებლობა, საცხოვრისი, საცხოვრისიც ხლა არ დაგიმალავთ, ესე იგი ძველი ძალიან კარგი ტერმინია, ძველი ახლად გახსენებული ტერმინი. კალკახანს ქონდა ჩვენ საბინაო კომუნალური მეურნეობა, ასე ერქვა რუსულის კალკი, жилищно коммунальное хозяйство. საცხოვრისმა ეს ყველაფერი დაიტია და არ გულისხმობს მარტო საცხოვრებელ ფართობს. ფართს არ ხმარობ, იმიტომ რომ არ არის ლიტერატურული სიტყვა, ფართობი მივთქვათ ყოველთვის. გაცილებით მეტია. ანუ ყველა ის ინფრასტრუქტურული მომენტები, რაც უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრებას, ბინადრობას კომფორტულ პირობებში. ესე იგი, იმის გამო რომ ტექნიკურად ჩემი ბრალია შეიძლება, მაინდა-მაინც დღეს 21 საუკუნის დონეზე არ გვაქვს ჩვენ პრეზენტაცია, მაგრამ მაინც ჩამოვწერე ის პრობლემები, რომელთა შეკვრა ერთიანად მოგცემს საერთო სურათს, მეგობრებო. ეხლა დასამალი არ არის, რომ გვაქვს პრობლემები. პრობლემები გვაქვს ქვეყნის დონეზე, გვაქვს ქალაქის დონეზე, გვაქვს უბნის დონეზე, გვაქვს კონდომინიუმის დონეზე და ჩვენი ბინების დონეზე. არც ისეა საქმე, რომ არაფერი არ კეთდება და მე შევეცდები გაჩვენოთ რა ნაბიჯებია გადადგმული, რა კეთდება, როგორ არის. უმთავრესი პრობლემა არის კოორდინაცია. ელემენტარულად გეტყვით, რომ რამდენადაც მე ვიცი, არ არსებობს რეესტრი, ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის რეესტრი. ანუ სადღაც უნდა იყოს ეს საჯაროდ გაცხადებული, შედიხარ თქვენ საიტზე და ხედავთ, რომელი მუნიციპალიტეტმა რომელმა რა გააკეთა, არის ეს თეორიული ნაშრომი, არის ეს დაწყება დაგეგმარებისა თუ ასე შემდეგ. ასე რომ მეგობრებო, აი ეს არის ჩემი დღევანდელი, ასე ვთქვათ, პატარა მოხსენების შესავალი. ახლა დროის თვალსაზრისით მე მაქვს კიდევ 15, ხო? 15 წუთი მაქვს. არჩევანი თქვენზეა. მე გთავაზობთ მენიუს. ჩემი სურვილია რომ ყველაფერი იგემოთ თავიდან ბოლომდე, მე მზად ვარ გემსახუროთ, მაგრამ თუ მაინდა-მაინც გამიგრძელდა ან სხვა თემამ უფრო მეტი ინტერესი გამოიწვია თქვენგან, შეიძლება გადახვდეთ, გადავიდეთ სხვა, ასე ვთქვათ, პოზიციაზე. ვინც შორს შეხებთ, თქვენთვის ჩავიკითხავ მაინც რა პრობლემები იკვეთება, ნებისმიერი საერთოდ პრობლემა რო გადაჭრა, უნდა დაშალო ის პრობლემა. მარტივ მომრავლებლად. რა პრობლემებს ხვდებით ჩვენ აი ურბანულ განვითარებაში? ეს არის პრობლემური ვითარებების გამოვლენა, იდეურ-პოლიტიკური ხედვა, ვინაიდან სადაც სივრცეა, სადაც ტერიტორია, იქ არის იდეოლოგია, იქ არის პოლიტიკა. არავინ თქვას, რომ ურბანისტიკა არ არის პოლიტიკური დისციპლინა. ძალიან პოლიტიკური, ზედმეტად პოლიტიზირებულიც კი, მაგრამ თავისი ადგილი გააჩნია აი ამ სტრუქტურაში. საკანონმდებლო ნორმატიული ბაზა, მისი დახვეწა, ეს აუცილებელია, ამაზედაც ვიტყვი ორ სიტყვას. ცნები ტერმინოლოგია აპარატის სრულყოფა, უკვე მაგალითი მოგიტანეთ და არის კიდევ სხვა საკითხები, შემოდის ახალი რეალიები ჩვენ ცხოვრებაში, ამათაც ჩამოგითვლით. შემდეგ ინსტიტუციური სტრუქტურის რეორგანიზება. ეს არის პირდაპირ გადაუდებელი საქმე. ამას არაფერი არ ჭირდება, ფული არ ჭირდება. ეს არ არის ახალი ინსტიტუციის შექმნა, როგორც მოსვენების რაღაც ინსტიტუცია იქნება, იქ ფული გადავა, ვიღაცები გადავლე. არა. ეს არის უბრალოდ დალაგება. გადაწყობა, გადალაგება არსებული სტრუქტურული ერთეულების, იმავე ადამიანების, ასე ვთქვათ, ხელით, მათივე გამოყენებით, იმიტომ რომ ვიმეორებ, რომ კვალიფიციური ხალხი მოვიდა, როგორც იქნა ამ სფეროში და ძალიან კარგია, რომ ეს შესაძლებლობა გვაქვს. სამეცნიერო მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავება. არ გვაქვს საქართველოში ჩვენ მეთოდოლოგია, დისციპლინა, მეცნიერება, როგორც ასეთი ურბანისტიკა, ნელ-ნელა ამოდის ზევით, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც ესაჭიროება ასე ვთქვათ, მას განვითარებისთვის. ძალიან სერიოზული საკითხია ურბან მენეჯმენტი, მართვა, ადმინისტრირება და ასე შემდეგ. ამის გარეშე ქალაქი ვერ იფუნქციონირებს და კარგად ხომ ვერა და ვერ იფუნქციონირებს. არის აქაც პრობლემები გარკვეული, საინფორმაციო თანხლება. ამაზედაც ორიოდე სიტყვა, დეპეშის სტილში, თქვენ ნებართვით. სპეციალისტების მომზადება და ლიცენზირება. აქ ხედავთ ჩემ ახალგაზრდა კოლეგებს. პრობლემები შეიძლება თლად კმაყოფილები არ იყვნენ, ჩვენ როგორ ვამზადებით, მე მათ შორის, ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე, ურბანისტიკის განხრით, ხოლო თამას შევეხები, რა თქმა უნდა, და ვფიქრობ, რომ აქ ჩვენ გვაქვს გადასადგმელი სერიოზული, ასე ვთქვათ, რეორგანიზაციო, ასე ვთქვათ, მიმართულება,
მახარებს ის რომ ჩვენი მინისტრი უმაღლესი განათლების მინისტრი და მეცნიერების მინისტრი, უბრალოდ განათლების და მეცნიერების მინისტრი გახდა ვიცე-პრემიერი, მეტი ბერკეტი აქვს ახლა ხელში და შეიძლება სერიოზული წინადადების წარდგენის შემთხვევაში აყვეს ამ რეფორმატორულ ვითარებას იმეორებ არქიტექტურის და ურბანისტიკის სფეროში. არ ვეხები მედიცინას, არ ვეხები ისტორიას და ასე შემდეგ ამ თვალსაზრისით. მატერიალურ ფინანსური უზრუნველყოფა. ამაზე შეიძლება არც არაფერი არ თქვა, გასაგებია. არაფერი, ვთქვათ, ვერაფერი ვერ იფუნქციონირებს თუ არ არის უზრუნველყოფილი მატერიალურად. დაგეგმა და პროექტება. აქაც რამდენიმე მოსაზრება გამაჩნია. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გარღვევები ამ მიმართულებით, შეიძლება აუდიტორიამ ბოლომდე ამის შესახებ არ იცოდეს, ამასაც მოგახსენებ ძალიან მოკლედ. შემდეგ, შემთხვევითი არ არის რომ წითლად გამოვყავი, მონიტორინგის დანერგვა და გაძლიერება, აქ არის სწორედ ინდიკატორების საკითხი. შეიძლება, რა ვიცი, ამით არ დავიწყოთ, მაგრამ მიუახლოვდეთ ნელ-ნელა ამას, რა თქმა უნდა, და სოციო-ფსიქოლოგიური პრობლემატიკა, ჩვენი მოსახლეობის, ასე ვთქვათ, როლი ქალაქ განვითარებაში. ეს არის, აი დაახლოებით ეს არის, მე ვიტყოდი, ასეთი სცენარი წარმომედგინა მე ჩემი მოხსენება. ვინაიდან კიდევ მაქვს 10 წუთი, ძალიან მოკლედ, პირველი პრობლემური ვითარების გამოვლენა, ეს ძალიან არ არის რთული, საზოგადოება ამაზე მსჯელობს. ეს არის ცენტრისკენული მიგრაცია, თქვენ იცით ამასთან დაკავშირებული განსახლების პრობლემები. როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოში არც ისე ცუდად არის საქმე საშუალო, ასე ვთქვათ, ფართობი ერთსულ მოსახლეზე, არ გვაქვს ცუდად საქმე, მაგრამ მეორე კითხვა ისვის იქვე სად. როდესაც მოდიხარ იმერეთიდან, ან იმერეთში მიდიხარ, ხედავ ამ ორსართულიან 200 კვადრატულ მეტრიან სახლებს, მიტოვებულს, კაჩანაგებულს, გავერენებულს, სინათლე ჩამქრალს და ასე შემდეგ. ესე იგი პრობლემები დგება. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის პრობლემა, ეს ურბანისტიკის პრობლემაც არის, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად. ერთ-ერთი ეს არის, რა თქმა უნდა, მთის depopulation. აქ ჩვენ გვჭირდება მთის პოლიტიკა, სპეციალური პოლიტიკა და არა მარტო კანონი მთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თაობაზე, ამაზედაც გვექნება ერთი-ორი სიტყვა სათქმელი. ურბანული მემკვიდრეობის პრობლემატიკა. სწორედ ურბანული მემკვიდრეობის მეგობრებო და რა არქიტექტურული და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებაში, როდესაც ლაპარაკია კულტურულ მემკვიდრეობაზე, იმ წუთას ეკლესიები, ასე ვთქვათ, წარმოუდგენია ადამიანს. საბედნიეროდ ეს გადალახული, ასე ვთქვათ, ზღუდია და ასე ვთქვათ, ბარიერია უკვე ისევ ახალგაზრდა ამ ურბანული აქტივისტების მეშვეობით, ვისის სტუმრები ჩვენ დღეს ვართ. თბილისის განვითარების პრაქტიკა ძალიან სერიოზულია. პრაქტიკას გულისხმობ მე, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ, ჩვენს გარშემო, ყველაფერი არ მოგწონს, ვთქვათ, პირდაპირ, რა თქმა უნდა. ანუ სურათი არის მოზაიკური, შეიძლება ასე ითქვას, არის პლუსები, არის ჩავარდნები და ამიტომ სისტემურ პრობლემას და ჩვენ სისტემური პრობლემას სისტემური გადაწყვეტა ესაჭიროება, რასაკვირველია. იდეურ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მიდგომა. თქვენ გახსოვთ ნეოლიბერალების ცნობილი ლოზუნგი ყველაფერს გავყიდით სინდისის გარდა. და მეორე ამის თანხლები ბაზარი ყველაფერს მოაწესრიგებს. დღეს უკვე ხვდებით, მარტო ჩვენ კი არა, ქვეყნის ხელმძღვანელობაც ხვდება, რომ ბაზარი ყველაფერს არ აწესრიგებს, ან ვერ აწესრიგებს. ეს უკვე აქსიომაა, რა თქმა უნდა. და ალბათ ნეოლიბერალებს დაავიწყდათ ისტორია, თუნდაც შეერთებული შტატების ისტორია, როგორ გამოვიდა მდგომარეობიდან, დიდი დეპრესიის მდგომარეობიდან შეერთებული შტატები. რა სახელმწიფოს რა მართვის ბერკეტები გამოიყენა, როგორ გამოიყენა მშენებლობა, სწორედ ამ თვალსაზრისით სახელმწიფო დაკვეთები, ბანკის კონტროლი, ესე იგი ბანკების გაუქმება, შემდეგ დაფუძნება ბანკებისა, როდესაც ლიცენზია მისცა მთავრობამ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ნდობის საკითხი იყო. როდესაც რუსველმა მოუწოდა ამერიკელებს მოიტანეთ, ჩადეთ აი ამ ბანკებში, როგორც ერთი ყველა მივიდა, აი ეს არის სოლიდარობა, რაც აი ბოლოში შეიძლება იყოს ნახსენები, რა თქმა უნდა. და ერთი რამეც, ჩვენ იმ წუთას დავყიდეთ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, იცით? დავყიდეთ მიწები, ესე იგი, წინ დაუხედავად და დღეს თქვენ ხედავთ საკონფლიქტო სიტუაციებს, აჭარა არის თუ სადღაც, გადის მილსადენი, გამოსყიდვა, ვაჭრობა, ფასი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ისე ჩვენი ბიუჯეტიდან იხარჯება ეს თანხები. შეიძლება თქვენ არ იცოდეთ, მაგრამ თავის დროზე საბჭოთა კავშირის პირველ პრეზიდენტს და უკანასკნელ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვს მიმართა დაახლოებით 20 ამერიკელმა ეკონომისტმა. ეს არ იყო ვიღაცა კომუნისტები ან მემარცხენეები და ასე შემდეგ, ეს იყო პროფესურა შეერთებული შტატების და ევროპის უნივერსიტეტების, მათ შორის ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები. ეს წერილი მაქვს მე, ასე თქვა, ნათარგმნი ქართულად და მინდა გამოვაქვეყნო, რაღაც ვერ მოვასწარი, ერთი ერთზეა, რასაც წერენ, ემუდარებოდნენ
არ გაყიდო მიწა. გაეცი გრძელვადიან იჯარაში და არგუმენტაცია მოყვანილი. ახლა ამას მე არ შევდგები რა არგუმენტაცია და აი ეს ხო დავყიდეთ კი არა ასე თქვათ პრივატიზებაში გაუშვით 92 წელს 1 თებერვალს ჩვენი საბინაო ფონდი მთლიანად. ამის გაკეთება ამ ფორმით არაფრით არ შეიძლებოდა. თუ კითხვები იქნება მე გიპასუხებ რატომ არ შეიძლებოდა. ამის გაკეთება ასე რო ვთქვათ აი ამ ჩვენ სფეროში ურბანისტიკაში საბინაო კომუნალურ სფეროში ქვეყანამ დაკარგა ტემპი. ეს არის ჭადრაკის ტერმინი, იცით ალბათ, როდესაც ერთ იგივე სვლას გააკეთეს მოთამაშე და მისი მოწინააღმდეგე უკვე გაყვანილი აქვს ტურები და რაღაცეები და აგებ ამ პარტიას ვაგებთ მეგობრებო, ქვეყანას ვაგებთ ბევრ ამას ასე თქვათ ისეც რაც არ უნდა წაგვეგოს, სწორედ ასეთი ამ უგუნური პოლიტიკის გამო. და რა თქმა უნდა ამას დაემატა ვოლუნტარიზმი, წინა ხელისუფლების ვოლუნტარიზმი, ეს დაწყებული პარლამენტის გადატანით, საკონსტიტუციო სასამართლო მარეგულირებელი კომისიების გატანა ქუთაისში დაბრუნდა უკვე, ვერ იმუშავეს იქ. ანუ აქ უხეშად ვიტყვი, შემოაგდეს დეცენტრალიზაციის, ასე ვთქვათ, საფარით, შემოაგდეს ეს პოლიტიკა. სინამდვილეში ეს არ იყო დეცენტრალიზაცია, ეს იყო დეკონცენტრაცია, აბსოლუტურად სხვა რამეა. და თუ საჭიროა ამაზედაც ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, მცხეთამ გვაჩვენა ამისი უბედურება, რომ მცხეთაში ერთ-ერთი ობიექტი არის საპატენტო ნაციონალური, ასე ვთქვათ, ბიურო, საპატენტო ბიურო, რომელიც ფილიალი არის დედაქალაქში აქ. და იუნესკოს რეაქცია, ხედავთ რა ხდება. ანუ დანახული ქვეყანა არავის არ ქონდა. უпростоრეთ ქონდა დანახული ისე როგორც აი თქვა დაინახეს და რა შედეგებიც მივიღეთ და რაც მთავარია მეგობრებო ამაზე არ შემოწმეტიოთ ერთი ფრაზა მაქვს ამაზე სათქმელი ეს არის ქვეყნის ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა. თქვენ იცით რომ დღეს მუშაობს საკონსტიტუციო კომისია მათ დღის წესრიგში ამას მე ვერ ვხედავ. განცხადებებით რაღაცა მივმართეთ პრეზიდენტს, წინა პარლამენტის თავმჯდომარეს, მე მგონი წინა ხო უსუფაშვილი ხო მაშინ ჯერ რომ აუცილებელია ქვეყნის ტერიტორიული საკონსტიტუციო მოწყობაზე მზრუნველობა და ფიქრი. და რატომ? ეს არის ზიარი ჭურჭელი. ქვეყნის ტერიტორიული სახელმწიფო მოწყობა და სივრცითი მოწყობა ეს არის განუყოფელი, როგორც მაგნიტის პოლუსები. თუ ვერ მოაწყო ქვეყანას, არ იცი რა დააგეგმარო, რა სივრცითი, ასე ვთქვათ, ერთეულები გაქვს. არის ეს რეგიონები თუ გუბერნიებია, არის ეს საბჭოთა დროინდელი რაიონები, რომელსაც ესე იგი ელემენტარულად გადაღებეს მუნიციპალიტეტებად, სათაურია განსხვავებული სხვა კი არაფერი. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ეს არის ამოსავალი მთავარი, თქვათ, აუცილებელი. ძალიან მოკლედ საკანონმდებლო ნორმატიულზე კონსტიტუციაზე ვილაპარაკებთ. ჩვენ ვართ ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია არც მიწის კოდექსი. გამოგიდგენიათ? ამ მცირემიწიან ქვეყანაში, სადაც ყოველი კვადრატული მეტრი არის დასათვლელი, მოსაფერებელი და გამოსაყენებელი. არ გვაქვს მიწის კოდექსი, რომელიც მოაწესრიგებდა კლასიფიკაციას მიწის, მისი გაყიდვა არ გაყიდვის პირობებს, გადაყვანას ერთი კატეგორიიდან მეორეში, ასე ვთქვათ, ზონირებას, პრინციპულ ზონირებას და ასე შემდეგ. არ არსებობს დედამიწის ზურგზე ქვეყანა, რომ არ ქონდეს მიწის კოდექსი. კარგი, ცუდი სხვა საკითხია. და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია საბინაო კოდექსი. კარგახანს საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს სარგებლობდა საბჭოთა კავშირის საბინაო კოდექსით. და მხოლოდ შეცვალა სამოქალაქო კოდექსმა 97 წელს. მთელ ამ სფეროში, ვებერთელა სფეროა საბინაო სფერო, აქ ჩვენ გვესწრებიან ექსპერტები, სპეციალისტები ამ დარგისა, ესე იგი, შემოიფარგლება ერთადერთი კანონით. ბინათ მესაკუთრე ამხანაგობის შესახებ. მეტი კანონი საბინაო კომუნალურ მეურნეობაზე არ გაგვაჩნია. საბინაო კანონმდებლობა გასაკეთებელი აუცილებელია. და რა თქმა უნდა, აი სწორედ აი ამაში ჩანს ის, რომ ჩვენ დავკარგეთ ტემპი, ვიმეორებ ისევ ამ ჭადრაკის ენით. ცნების ტერმინოლოგიური აპარატი ძალიან ბევრი მაქვს ისეთი ცნება ამოწერილი, რომელიც საჭიროა და ვიცოდეთ, მაგრამ მაინც ერთადერთს აი სლამ რაც არის, ესე იგი ტრუშობი, რამდენიმე გითხარით ვარიანტი, ვერსია და გრიშაშვილის ქალაქურ ლექსიკონში არის ალა ჩუხი. ეს ვკითხულობ ზეპირად არ მახსოვდა. ალა ჩუხი არის ტრუშობა. რაღაცა ისეთი სიტყვა. ეხლა რომელი მოგეწონებათ, არ ვიცი. ვისაც როგორ უნდა ისე ხმარობს. ხმარობენ ჯურღმულები, ქოხმახები და ასე შემდეგ. რატომ? მოშლილია
თქვათ ენის ნორმალიზების მექანიზმები. ადრე არსებობდა მეცნიერებათა აკადემიაში ქართული სალიტერატურო ენის დამდგენი კომისია. ასეთი კომისია აუცილებელია. ესე იგი, იმის გამო თუნდაც რომ შემოდის ახალი ტერმინები და უნდა დავეკითხოთ ლინგვისტებს, ენათმეცნიერებს, რომ გამოვიყენოთ ეს თუ თქვათ ნახოთ ქართული შესატყვისი. ჩვენ ქონდა გამოცდილება, როდესაც მუშაობდით კონდომინიუმის კანონზე, მივმართეთ არნოლდ ჩიკობოვას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტს, შეკითხვით, გამოვიყენოთ კონდომინიუმი თუ შემოგთავაზებთ რამე სხვას, იქნება ძველქართული, იქნება თანამედროვე და ასე შემდეგ, ეს ძალიან სერიოზული მომენტია. ეთყობა დაიბნენ ძალიან და მოგწერეს რომ გამოიყენეთ ეს კონდომინიუმი და ახლაც ვიყენებთ კონდომინიუმს, თუმცა ნორმალიზებული არ არის. ვერცა თქვენ ვერ ნახავთ კონდომინიუმს კანონში არ წერია კონდომინიუმი, არის დინასტიური მესაკუთრე ამხანაგობა, მაგრამ ამხანაგობა არის სუბიექტი, მაგრამ ობიექტიც კონდომინიუმია. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ საცხოვრისი როგორც ასეთი არის მრავალმხრივი, მრავალფაქტორული ფენომენი და მოვლენა, რომელიც მატერიალურიც არის და სოციალურიც არის. ისევე როგორც უბანი. უბანზე ხო იტყვიან რომ თელმა უბანმა გაიგო. სახლება ხო არ გაიგო, არა, გაიგოს ადამიანებმა. მთელი უბანი დაანგრიეს, ადამიანები ხო არ დაანგრიეს, სახლები დაანგრიეს. ანუ აი ესეთი ასე თქვათ ორგვარობა, კარგი გაგებით, ორგვარობა ახასიათებს საცხოვრისაც. მოკლედ რო თქვათ, საჭიროა ტერმინების ნორმალიზება, სხვა შორის ეს ჯურმულები და ასე შემდეგ, ბევრ ქვეყანაში სხვადასხვანაირად ქვია, რა თქმა უნდა, არის ქვეყნები განსაკუთრებით ესპანურენოვანი, იმიტომ რომ ლათინური ამერიკაა და იქ არის ბევრი ჯურმული, უამრავი, ნუ ბევრია სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვანაირად ქვია, არ გავაგრძელებ. ინსტიტუციური სტრუქტურა, ამაზე არ შეიძლება არ გელაპარაკოთ. აქ ნახოთ ორი დონე. ნახოთ ცენტრალური ხელისუფლება, ახლა სიმბოლურია, რომ ჩვენს გვერდზე არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. მე მგონი სპეციალურად გავაკეთეთ თქვენ ეს, მადლობა. შეიძლება ესმოდეთ ახლა იქ, რასაც ვლაპარაკობთ, მაგრამ იქაც იგივეს ვამბობ, არ მალავ, ეს არის ნონსენსი, რომ ჩვენი პრობლემატიკა არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. ჯერ თავისთავად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არის აბსურდული ფორმულირება. მდგრადი განვითარება, მეგობრებო, არის ეკონომიკა, ეკოლოგია და სოციალური საკითხები. სოციალურ საკითხებს პატრონობს ჯანდაცვის სამინისტრო, ეკოლოგიას თავის სამინისტრო აქვს, ეკონომიკა, კი ბატონო, შენი ყავი. რა შვაშია მდგრადი განვითარება? აბსოლუტურად სხვა რამეა. ვერ ნახავ დედამიწის ზურგზე, მე მგონი 1-2 გამონაკლისის გარდა, რომ ჩვენი პრობლემატიკა, ურბანისტიკა იყოს ეკონომიკის სამინისტროში და რატომ? ეს არის პოლარულად სხვადასხვა ინტერესების მქონე სამინისტროები, ყველგან. ორი მოდელია მსოფლიოში. არის სკანდინავური მოდელი ეგრეთ წოდებული, სადაც გარემოს სამინისტროშია ასეთი ეს პრობლემატიკა, არა გარემოს დაცვის. არ შეგვეშალოს გარემოს სამინისტროში, იმიტომ რომ დღეს განუყოფელია ანთროპოგენული, ანუ ხელთქმნილი გარემო და ბუნებრივი გარემო. მეორე მოდელია უფრო გარდამავალ ქვეყნებში, ჩვენაირ ქვეყნებში, ეს არის რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. აი დღესვე შეიძლება ამ დეპარტამენტის თავმჯდომარე თანამშრომლებით აყვანა, გადაყვანა იქ და ჩასმა. მით უფრო თქვენ ხედავთ თუ რამე კეთდება გზებია თუ რა არის, აი დღესაც იყო დიდი თათბირი, რომელიღაც სასტუმროში, იქ ესწრება ეკონომიკური მდგრადი განვითარების, მაპატიეთ იმისი ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო. იმიტომ რომ რეგიონებია, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, დედაქალაქი არის აღიარებული ერთ-ერთ რეგიონად, საქართველოს 12 რეგიონს შორის. რაც შეეხება ქალაქს, მე აქ პრეტენზია მაქვს საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით. არ შეიძლება ინტერესების კონფლიქტები იყოს გაჩაღებული ასე აშკარად. არ შეიძლება აქტიური მენაშენე იყოს არქიტექტურული საბჭოს წევრი. ეს უნდა გავიგოთ. შეიძლება იყოს წარმომადგენელი არქიტექტურული კავშირის, თქვათ, დაუშვათ, მენაშენე დეველოპერის ყოფნა იმ საბჭოში არის მაპროვოცირებული იმისა, კენჭიც რომ არ უყაროს იმ გადაწყვეტილებას, დღეს შენ ახარ, ხვალ მე ვარ, ხელი ხელს ბანს და ასე ამას ვხედავ ჩვენ ყველაფერს ხალხნო. ხედავ, ჩვენ უკვე ცოტა სხვანაირი მიდგომები გვაქვს, ცოტა გამოვიხედეთ, ასე თქვა, თვალებში, საზოგადოებამ და ეს არ უნდა დაუშვათ. და ძალიან საინტერესოა, ახლა მოდის ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი არჩევნები, რას გვეტყვის, რას გვეტყვიან მერის წარმოადგენლები ან მერის კანდიდატები, ვინც კენჭისყრის ამაზე, იმიტომ რომ მე მახსოვს, ვინც არის ჩვენი ბატონი მერი ახლა, ის რჩევებს იღებდა, ასეთ შეხვედრები ჰქონდა, იწერდა ყველაფერს, მაგრამ ბევრამდე შეიძლება მე უკვე თუ ფორტულად მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვინდა. სამეცნიერო მეთოდურს თავს დავანებებ, ერთადერთს ვიტყვი, რომ
თბილისმა გაიარა თუ თბილისს ავიღებთ განვითარების რამდენიმე ისტორიული ეტაპი. პირველი მოგეხსენებათ ფეოდალური ვახტანგ გორგასალი ერეკლე მეფე, შემდეგ დავარქვათ კაპიტალისტურ ბურჟუაზიული რუსულ ევროპული თუ გნებავთ 19 საუკუნე ძირითადად პირველმა რესპუბლიკამ სამწუხაროდ ვერ დააჩინა დაღი ქალაქს, სამწუხაროდ ვერ მოასწრეს, ვერ მოიცალეს, თუმცა მზადდებოდა. არაჩვეულებრივი წყაროები არსებობს, როგორ ამზადებდნენ მეთოდოლოგიას და ასე შემდეგ. და შემდეგ მოვიდა დამოუკიდებლობის პერიოდი, რა დავარქვათ ამ პერიოდს? აი ცოტა დაბნეულები ვართ ყველანი, მომხმარებლური პერიოდი, თუ სხვა პერიოდი, მე მგონი მაინც ურბოციდის პერიოდია. ანუ ქალაქური გარემოს განადგურების პერიოდია უფრო. ურბოციდი, როგორც გენოციდი, სტრეპტოციდი და ასე შემდეგ, ურბოციდი განადგურება არ ნიშნავს მარტო დანგრევას. მშენებლობაც განადგურებაა. იმ გარემოსი, რომლის ასე ვთქვათ, გულისთვის ჩვენ გვიყვარს თბილისი, პატივცემთ, ვაფასებთ და ასე შემდეგ. ეს არის განადგურების სხვა მეთოდი აბსოლუტურად. და არ გამოდგება ფორმულა ვაშენებ ხო არ ვანგრევ, ხო? ხშირად გეტყვიან მენაშენეები, ვაშენებ ხო არ ვანგრევ, ასეთი რაღაც. Urban management-ი, აქაც ძალიან ბევრია სალაპარაკო, მაგრამ ერთმანეთს გეტყვით, რომ აი ეს ყბადაღებული კოეფიციენტები და ასე შემდეგ, გაგიმხელთ ერთ რამეს, კოეფიციენტი K1 K1, K2 ვაჭრობა მიდის ეგ ვიცით კარგად, მაგრამ K1 ჩვენი მოგონილი არ არის. K1 მოიგონა რუსეთის სამშენებლო კოდექსმა, რომელსაც ერქვა Строительный устав Российской империи. Წადით საჯაროში ნახეთ, პირდაპირ წერენ, რომ ნაკვეთი ასეთი კონფიგურაციის, ნახევარი უნდა იყოს იგი განაშენიანებული და მეტი არა. როდესაც კვარტლის განაშენიანება ხდება, კუთხის, ასე ვთქვათ, ნაკვეთები უნდა გაიცეს პირველ რიგში, რომ შემდეგ წითელი და ლურჯი ხაზები გაევლოს და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი ჩადებულია. ეს სოლოლაკი, მთაწმინდა და ასე შემდეგ. ეს არის არა ჩვენი წინაპრების გენია, ასე ვთქვათ, მით უფრო ჩვენი წინაპრები იქ ნაკლებად ცხოვრობდნენ, ხო? არამედ აი სწორედ Строительный устав Российской империи. სადაც თბილის ჰქონდა, ტიფლის ჰქონდა ძალიან ბევრი თბილის, უბრალოდ ძალიან ბევრი შეღავათი. საინფორმაციო თანხლება ერთი პრეტენზია მაქვს. საინფორმაციო თანხლებასთან ბოდიში ვიხდი, უკვე გარბივარ. პრეტენზია მაქვს რა, ძალიან კარგია როგორც იქნა ჩატარდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა. მოსახლეობის და საცხოვრისის აღწერა არის პრაქტიკულად იყო. მაგრამ დარჩა იგივე პრობლემა, რაც ადრე იყო 2002 წელს ჩატარებული აღწერის დროს, რომ სიღრმეში მონაცემების მოსაპოვებლად ვერ ჩადიხარ. თუ თბილისია, თბილისი უბნებად და კვარტლებად არ ვლაპარაკობ, რომ მოიძებნოს ინფორმაცია. ნუ დაალაგებთ ამ ინფორმაციას იმათ ვეუბნები საქსტატს, მაგრამ მისაწვდომი გახადეთ, რომ კვლევებისთვის აუცილებელია სიმჭიდროვე მოსახლეობისა საერთოდ აღარ ფიგურირებს. მოსახლეობის სიმჭიდროვე, განაშენების სიმჭიდროვე ფიგურირებს ყველგან მოსახლეობისა აღარ. იმიტომ რომ არ არის მონაცემები, ცალკე კვლევები ჭირდება. და აგერ გაქვს ეს ყველაფერი შედალოცვილი, რა საიდუმლო ეს არის, რამ ვინ ცხოვრობს ოქროს უბანში, სიტყვაზე, ხო? ანკლდის უბანში. აი ამის საშუალებამ კვლევარებს უნდა მიცეს ჩვენმა სტატისტიკამ, არაფერი ამაში რთული არ არის, უბრალოდ უნდა გააწყოს ისე თავის მონაცემები, რომ ეს მივიღოთ ჩვენ აუცილებლად. ინდიკატორებზე ბოლოს მოგახსენებთ, სპეციალისტების მომზადებაზე სხვა შორის არის ძალიან დიდი გარღვევა არის ამ თვალსაზრისით ადგილზე მომზადება სპეციალისტების არა თბილისში, მთელ რეგიონში. ეხლა ფირმა გეოგრაფიკი ახორციელებს ძალიან დიდ პროექტს, მეგობრებო, უცხოელების დახმარებით, ნუ ეხლა აიც დაგვეხმაროთ, აიც შეიძლება რაღაცა ერთობლივად რაღაცა, მე თუ საჭიროება მოითხოვს, ეს ფინანსური საჭიროება, ეს პროცედურული საკითხები, არ შევეხები ამ შემთხვევაში. ადგილებზე, ესე იგი ადგილობრივი თვითმმართველობების ცნობიერების ამაღლება სივცითი მოწყობის თვალსაზრისით. ეს არის გარღვევა. ანუ ყველა მუნიციპალიტეტში შევა ეს პროგრამა, ტრენინგებს ჩაუტარებს, მასალებს მოამზადებს. ეს არ ნიშნავს, რომ ადგილზე დააპროექტებით, ამის უნარი მათ არ გააჩნიათ, მაგრამ ის მაინც უნდა იცოდნენ, რომ ეს არის რატომ არის საჭირო, რა აუცილებლობა არსებობს ამისა. ესე იგი დაკვეთაში რა დაწერონ, როგორ გამოაცხადონ ტენდერი და ასე შემდეგ. ახლა რახან ვილაპარაკეთ ამაზე, ხო, ინსტიტუციურად მეგობრება არის კიდევ მომენტები დაუბრუნდები ერთ წუთს, რომ არ შეიძლება არ დაბრუნდეს ის საბჭოური პრაქტიკა, აღარც ვამბობ ავაც ახსენებელს, იმიტომ რომ ბევრ ამაში წინ იყო მასში ქვეყანა,
კერძოდ რა, რომ არ შეიძლება დავკარგოთ ინსტიტუციური მეხსიერება. ანუ ვინც აპროექტებდა თავის დროზე განსახლების სისტემას, რეგიონულ დაგეგმარების პროექტებს და ასე შემდეგ, არ შეიძლება ეს ყველაფერი ტენდერებზე გავცეთ. იმიტომ რომ მოტენდერე ფირმა დაამთავრა და ბოდიში და დანარჩენი თქვენ იცით უკვე, ხო? თაროზე შემოგდებული, არ შეიძლება. იყო საქალაქო სახპროექტი, რომელსაც მიყავდა მთელი ქვეყანა, ინსტიტუციური მეხსიერება, როგორც პირადი, ასევე არქივები, პროექტები და ასე შემდეგ, რომელიც განადგურებულია არქივები სრულიად სამწუხაროდ და აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ეს, რომ ქვეყანას ჰქონდეს. ეს არ ნიშნავს სოციალიზმს აბსოლუტურად. და კაპიტალისტურ ქვეყნებში ასეთი ინსტიტუციები მოწყობილი და სხვათა შორის თბილისსაც მოგზალებით კიდევ ერთხელ შევახსენებ თბილისის ხელმძღვანელობას, რომ თბილისსაც ესაჭიროება გენგეგმის ინსტიტუტი, საკვლევ საპროექტო ინსტიტუტი, რომელსაც მოითხოვს გენგეგმის დღევანდელი ჯგუფიც და რომელსაც მოითხოვს თვითონ გენგეგმის დღევანდელი ბუნება. გენგეგმა დღეს არ არის ერთხელ და სამუდაოდ დაწერილი დახატული დოკუმენტი. ეს არის ინტერაქტიული დოკუმენტი, ეს აღარ არის კონსტიტუცია, ძალიან ხშირად მოისმენთ ჩვენი პატივცემული კოლეგების, რომ გენგეგმა არის ქალაქის კონსტიტუცია. არამც აღარ არის ქალაქის კონსტიტუცია. სხვა ბუნების არის, ესე მრავალმხრივი შეთანხმება, მეგობრებო. გავიგოთ განსხვავება კონსტიტუციასა და მრავალმხრივი შეთანხმებას შორის. ეს არის ის შეთანხმება, რომელშიც ყველანი მონაწილეობთ, თქვენც მონაწილეობთ, ვინც მრავალბინიან სახლებში ცხოვრობდა, თქვა დაშენება გინდათ. უკვე მონაწილე ბრძანდებით, ანუ სუბიექტი ხართ ქალაქგანვითარების. ადრე არ იყო ასე. ადრე იყო მონო ფუნქცია, სახელმწიფო იყო მესაკუთრე, დამპროექტებელი, დამკვეთი, მშენებელი, ექსპლუატატორი და ასე შემდეგ. დღეს არის ვიმეორე მრავალმხრივი შეთანხმება. აი ეს უნდა გავიგოთ აუცილებლად. ნუ ბიუჯეტზე არაფერს ვიტყვი, დაგეგმა დაპროექტება. გარღვევა რაშია, მეგობრებო? ჯერ ერთი არ შემიძლია არ აღვნიშნო მართლა ისტორიული განაცხადი ჩვენი პრემიერის 16 სექტემბერს აქაც გვერდზე ძალიან კაი ადგილას დავართ ურბანისტი ხდარი გაჟღენთილი სასტუმრო რუმში ქვეყნის სივრცითი მოწყობის გეგმა. ამაზე ილაპარაკა. მართალი ეს გეგმა არ არის ჩვენი კანონმდებლობის დაწესება, ხედვა მაინც იყო. ეს არის ვიმეორებ 1-4 მიმართულებათაგანი, რომელსაც კისრულობს სახელმწიფო. თუ ეს მისი თუ ნახევარი მაინც თუ განხორციელდა უახლოესი 4-5-10 წლის განმავლობაში, ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურად სხვა ქვეყანას, დამიჯერეთ. ეს იყო უდიდესი გარღვევა, ვიმეორებ, რომელსაც ესაჭიროება სამოქმედო გეგმა უკვე დღეს. მე არ ვიცი, მუშაობს ვინმე სამოქმედო გეგმაზე, არის თუ არა ჩადებული ბიუჯეტში ამ წლის, მინდა სექტემბერში იყო ის მოხსენება და ასე შემდეგ. აი აქ არის კოორდინაციის საკითხები. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. გითხარით, გარკვეულწილად მონაწილე ვარ. ესეც ახალი ტიპის დოკუმენტია, მუშავდება, ძალიან კვალიფიციური ჯგუფია. არის პრობლემები, რა თქმა უნდა, იქაც არის რაღაც ნიუანსები, საკითხები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს აუცილებლობაა ამისა და მივადექით, როგორც იქნა ჩვენ სანატრე მონიტორინგის დანერგვას და სისტემას ინდიკატორების მეშვეობით. ნუ საერთოდ ინდიკატორი მოგეხსენება არის მაჩვენებელი, სხვა კი არაფერი. გინდათ მაჩვენებელი სისტემა დავარქვათ, მაგრამ რაღაც მიღებულია ასეთი უკვე პროფესიული ჟარგონად ქცეული. საერთოდ საინფორმაციო ასე ვთქვათ უზრუნველყოფა საინფორმაციო პირამიდის ფორმას იღებს. აი ისე მაკედან არ გამოჩნდება ალბათ, მაგრამ თქვენ წარმოიდგენთ, ეს არის პირამიდა, 4 სართულიანი პირამიდა, 4 დონე, 4 სართულია. ალბათ იცით, მაგრამ მაინც გავიმეორებ, პირველ სართულზე არის მონაცემები, ნედლი მონაცემები, რასაც მოიპოვებს აღწერა, კვლევა, სპეციალური და ასე შემდეგ. შემდეგი სართული არის უკვე სტატისტიკა, ეს არის კონკრეტულ უჯრედებში ჩალაგებული მონაცემები, რომელიც უფრო ადვილად ახმადია. შემდეგ არის სწორედ ინდიკატორები, შემდეგ ინდექსები. ინდიკატორებზე ჩამოვიდეთ უკან. ინდიკატორი რა არის? ურბანული გარემოს რომელიღაცა მდგომარეობის მისაღწევად გამოყოფილი, როგორც წესი და უკეთესია რომ იყოს დათვლადი მონაცემები. აი ეს არის ინდიკატორი. და შემდეგ ინდექსი, რომელიც შედგება როგორც წესი 3 ინდიკატორისგან, არის შემაჯამებელი საერთოდ, მაგალითად ქვეყნის HDI, Human Development Index, რომელიც შეიძლება ჩვენ ვთარგმნოთ როგორც ადამიანთა განვითარების არა, კეთილდღეობის ინდექსს უფრო დავარქვევდი, ან მდგომარეობის ინდექსს უფრო, ასე თარგმანი, ესეც ნორმატივს საჭიროებს, როგორ ვილაპარაკოთ, ადამიანთა განვითარების ინდექსი რაღაც ცოტა ვერ არის. რომელიც შედგება, ანუ განათლება, ხანგრძლივობა, სიცოცხლის, ეკონომიკა და ჩვენ ვართ სადღაც მე-7, მე-8 ათეულში ქვეყნებისა. ნუ არც ისე ცუდია ალბათ, ხო, პრინციპში. ხშველის ხანგრძლივი სიცოცხლე.
ალბათ 6 შვილის უფრო და განათლება სხვა შორის იქედან მოყოლებული ჯერ კიდევ ძველი აუცახსენებელი ქვეყნებიდან. ეხლა რაც შეეხება ესე იგი, სოციოფსიქოლოგიური ამბავი მეგობრებო არის ძალიან მნიშვნელოვანი. პატრიკ გედესი, ალბათ ხმენიათ, ხო? 100 წლის წინ შემოიტანა ქალა განვითარებაში participatory planning, ანუ თანამონაწილეობით დაგეგმვის პრინციპი. 3 ფაზა შეიძლება ითქვას, პირველი ეს ინფორმირება საზოგადოების აკეთება, როგორ კეთდება. მეორე ფაზა არის შეკითხვა, თქვა კვლევა, რა მოსაზრებები აქვს და მესამე არის უშუალოდ მონაწილეობა აი დაპროექტებაში. ახლა აქ არის ორი ასე ვთქვათ კანონზომიერება, რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, ცხადია მეტი სიღრმით შეიძლება შევიდეს საზოგადოება და თანამშრომლობს დაპროექტებელთან, ურბანისტთან და რაც უფრო მაღალი დონის დოკუმენტია, ქალაგეგმარებითი, მით ნაკლები მონაწილეობა შეიძლება მიიღოს მოსახლეობა, იმიტომ რომ აი განსახლების სისტემის გააზრება მაინც სპეციალისტების საქმეა, განსხვავებით ვთქვათ მიკროუბნის დაგეგმარებისგან და ჩემი ეზოს დაგეგმარებისგან. ანუ აი ეს კანონზომიერები, ასეთი კანონზომიერები არსებობს. და რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ გაბატონებულია ჩვენში ნიმბიზმის სინდრომი, not in my backyard, ცნობილი ინგლისური აბრევიატურა, მაგრამ ნელ-ნელა დაძლევის გზაზე ვართ, სწორედ ახალგაზრდული ურბანული აქტივიზმის მეშვეობით. და აი დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ამისა, ახალგაზრდულს ვამბობს, იმიტომ რომ ჩემ თაობას ნუ მოთხოვთ, ნუ რაფერს, ჩვენ ამისთვის უკვე ჩვენი თაობა ამისთვის აღარ არის უკვე მოწოდებული. აი ეს ახალგაზრდული აქტივიზმი არის აუცილებელი, მაგრამ უნდა იყოს გამრავლებული წოდნაზე, მეგობრებო. როდესაც ძალიან ხშირად გულანთებული ჩვენი დეპუტატები გვარს არ ვასახელებ, არ კოლმეურნეობის თავმჯდომარე როა ის რაღაცას რო ხანდახან ხელს რო გაიშვერს და იტყვის რომ აიქ ააშენოს, იმან აქ ნუ ააშენებს, ეს არ შეიძლება. ეს არგუმენტაცია უნდა იყოს უფრო დასაბუთებული, აკადემიური, დინჯი და ამით მომგებიანი. ანუ ახლა ისე ინგლისური ჟარგონი goal oriented უნდა იყოს, ანუ მიზანდასახული უნდა იყოს და არა გამოშვება რაღაცა ორთქლის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მეგობრებო, კონკრეტული მაგალითი საცხოვრისზე, ინდიკატორი და ამით ვამთავრებ. ჩვენ 2 საათი ხო გვაქვს ჯამში. ორი სისტემა, ბევრი სისტემა ინდიკატორები სოფლიოში უამრავი. შეეხვალ ნახავთ ამას, მაგრამ აპრობირებული, ანუ აპრობაცია ამ შემთხვევაში, დადასტურებას ნიშნავს, თითქმის დამტკიცების ტოლფასია, არის ჰაბიტატის ინდიკატორები და არის ISO-ს ინდიკატორები, ISO-ს ინდიკატორები ეგრეთ წოდებული. როდესაც შეუდექი აი გენგეგმის ფარგლებში ინდიკატორებზე მუშაობას, ეს არის ჩემი ანგარიში. დავრწმუნდი, რომ ჰაბიტატის ინდიკატორები ჩვენ ქვეყანაში უშუალოდ მათი გამოყენება სიკეთეს არ მოიტანს, თლიანად თუ ავიღეთ. სხვა შორის ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა ეკონომიკის სამინისტრომ, მანამდე ეს ამ ინდიკატორების მიხედვით შეაგროვა მთელი მონაცემები, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს სხვა შორის წინა ხელისუფლებას უნდა დაუფასოთ. მეგობრებო, ეს იყო აი სტუდენტური დასაქმების პროგრამა რო იყო საზაფხულო 12 წელს თუ გახსოვთ, შეესინა სტუდენტები და წამოიღეს იქიდან ინფორმაცია. პრაქტიკულად ეს იყო პირამიდის მეორე საფეხური. ეს არ იყო მესამე საფეხური ინდიკატორები. საინფორმაციო პირამიდას გულისხმობ. და გადავამუშავე ესე იგი ურბანული ინდიკატორები ჰაბიტატისა. მერე ხელი შემიწყვეს, ასე ვთქვათ, ჯგუფის ხელმძღვანელება და მოვიპოვეთ ISO-ს ინდიკატორები. მაშინ ჩვენ არ ვიყავით გაწევრიანებული, თბილისი არ იყო, ასე ვთქვათ, ხელშეკრულება არ ქონდა დადებული ISO-ს და დღეს უკვე დადებული აქვს ხელშეკრულება, თორსტები 8 ოქტომბერს დაიდო ხელშეკრულება. მაგრამ წამოღებულია თუ არ ვწდები, თუ მეშლება, ხამოწინე უნდა გამისწოროთ თქვენ. იქ კორექტირება რამდენად არის ჩვენი მხრიდან, მე არ ვიცი, რომ არ ვარ ჩახედული ამ საქმეში სამწუხაროდ. პრაქტიკულად რა არის, იცით? ISO-მა აიღო ეს ურბანული ინდიკატორები ჰაბიტატის და გადმოვიტანა, წამოიღო აქეთ. ესე იგი, ბრალდებ არასერიოზულობაში ISO-ს ხელმძღვანელობას. და შემიძლია დაუმტკიცო ნებისმიერს. ამიტომ ISO-ს გადავამუშავე და ჩვენ გვაქვს ინდიკატორები და მე მხოლოდ საცხოვრისის 2 ინდიკატორზე ამით ვამთავრებ. საერთოდ ინდიკატორები სტრუქტურა ასეთია. მისი რუბრიკა საცხოვრისი, ინდიკატორი 1-1 საიმედო საცხოვრისი სიტყვაზე, მისი დასაბუთება, რომ საჭიროა ინდიკატორი, ნებისმიერი ამ შემთხვევაში საცხოვრისი. შემდეგ დეფინიცია, აი აქ უკვე მივდივართ ისევ დეფინიციაზე.
შემდეგ მიდის შეგროვების მეთოდოლოგია და ასე შემდეგ და შემდეგ მოყვება ჩემი კომენტარი. ყველა იმაზე გავაკეთე კომენტარი, მხოლოდ კომენტარს დავიკითხავ. ასე იგი, ამ შემთხვევაში 14 წლის მოსახლეობის და საცხოვრისის საყოველთაო აღწერის მასალებში ფორმაში კითხვა არის საცხოვრისის შესახებ. მოყვანილია შინა მეურნეობების წევრთა და ბინაში საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა, ვინაიდან ინდიკატორი ითხოვს ამას. სხვა შორის მერყეობს ჰაბიტატის სხვადასხვა წყაროებში, ასე იგი, საცხოვრისის ასე ვთქვათ, შეფასებისას რამდენიმე ინდიკატორი გამოიყენება, მათ შორის ჭარბ ჩასახლება, overcrowding, როგორ თარგმნოთ სხვანაირად, რავი, თუ დამეხმარებით, სიმჭიდროვე სხვა არის კიდევ. გადატვირთულობა ცოტა მექანიკურია, აი, overcrowding, crowd ადამიანები ბრბო, ხო, ასე ვთქვათ. ნუ ჭარბ სახლობა, ჭარბ ბინადრობა, მეგონი უკეთესი კიდევ. აი, სწორედ ამიტომ არის საჭირო ეს ტერმინები. ანუ ოთახზე, თუ ერთ ოთახზე თუ მოდის 2-ზე მეტი ან 3-ზე მეტი ადამიანი. აი ეს არის ითვლება, თუ 3-ზე ნაკლებია, ესე კარგია. მეორე შემთხვევაში აღებული აქვს ჰაბიტატს აგრეთვე 5 კვადრატული მეტრი ერთ სულზე. ალბათ იგულისხმება საერთო ფართობი, ხო? ნუ ჩვენ გავცით ამ მაჩვენებელს, ყველა არა ცხადია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე არ არის. ამიტომ არასათანადო საცხოვრისი ეს სტატისტიკური მონაცემები იძლევა არასათანადო საცხოვრისის გამოვლენის ნაწილობრივ შესაძლებლობას. საერთო სურათის შესავსებად საჭიროა სახიფათო ზონებში განთავსებული საცხოვრისის იდენტიფიცირება თბილისისათვის სპეციფიკურ პირობებში. ასეთი ზონებია, ეს უკვე ჩემი ტექსტია, კომენტარი. ვერე არ გვაჩვენა ჩვენ ეს ამბავი, რომ რაღა საიმედო საცხოვრისია თუ შენ ისეთ ადგილას ცხოვრობ, როგორც ვერეს ხეობაა, ხო? გეოლოგიურად სახიფათო ადგილები, მეწყერი ზვავი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, შეტყორვა, მიწისძვრა, კარსტი, მიწისქვეშა გამომუშავებები და ასე შემდეგ. ეკოლოგიურად არასაიმედო, ანუ დაბინძურებული სამრეწველო და საცალწყობო, მათ შორის ეგრეთ წოდებული ბრაუნფილდები, ხაზოვანი საინჟინრო ნაგებობების და ობიექტების ავტომაგისტრალები, რკინიგზა, ჩვენთვის ძალიან აქტუალურია. მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, გაიხსენეთ ტაშკენტის ქუჩა, ვინც საბურთალოზე ცხოვრობთ, ხო? ლამის თეთრეულს ფენენ ტაშკენტის ქუჩის მაღალი ძაბვის ბოძებზე დიასახლისები, ხო? არ შეიძლება ეს ამატყოფობაა. გადამცემი ხაზები, მაგისტრალური წყალ, ნავთობ და გასადენები, გასხვისების ზონები ან ზოლები. აეროპორტებისა და აეროდრომებთან ასაფრენ დასაბრუნებელი აკუსტიკური დაბინძურების არეალები. დაბინძურება მაინდა-მაინც ის კი არ არის, ხაერი იყოს ბინძური. აკუსტიკური დაბინძურება. რამხელა სკანდალია თბილისის ღამის ცხოვრებაზე, ხო? ატეხილი. აი ახლა მივიღეთ გონი კანონი უკვე აკუსტიკური ხოხმაურის შესახებ, ძალიან კარგია. ეს არაჩვეულებრივი რამეა, თუ არა იქ ნამდვილად არ იცხოვრება და გახსოვთ თქვენ ეს საპროტესტო აქციები, ტელეგადაცემები, ასე თუ ისე ვახწევთ რაღაცას, აი ამ ბრძოლით და ამ გამოსვლებით. სანიტარიული დაცვის ზონები, ნაგავსაყრელები, სასაფლაოები და სხვა. ლამის, ესე იგი, სასაფლაოზე სახლების შენებლობა და ასე შემდეგ. იცით თქვენ, ბაგების და ვაკის სასაფლაოს შემთხვევა, ჩაიხედავ იმ ხევში და ხედავ რომ აქეთ სახლია, შემდეგ ღობია და შემდეგ უკვე საფლავებია. მრავალჟამი როგორ უნდა მიღერო ეს სახში, ხო? ცოტა ძნელია. და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა განსაკუთრებული რეჟიმის ზონები. ანუ ეს არის აი დამატება, რაც ჩვენ ქალაქს შეძენს მეტ ინფორმაციულობას, მეტ სიკეთეს ამ შემთხვევაში. შემდეგ ჭარბ ბინადრობა, აქაც 3 ადამიანი ან მეტიო და ვიძლევით აქ ჩვენს ასე ვთქვათ განმარტებას. სასმელი წყლით უზრუნველყოფა. ნუ ეს საერთოდ ესე იგი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დონეზეა ინდიკატორი, რომ მოხმარება თუ არის 20 ლიტრი დღეში, დღე-ღამეში ადამიანზე, ესე იგი კარგად არის საქმე და 200 მეტრზე თუ არის განლაგებული სასმელი წყლის წყარო. სადავართ, ხო? პრინციპში. ანუ ესეც გადაკეთებული, არ წავიკითხავ, კომენტარი საკმაოდ ვრცელია ამ შემთხვევაში და აი ასეა დამუშავებული ყველაფერი. ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამოყენება დღესვე შეიძლება. ამას ესაჭიროება უკვე წყაროები, რა მხრივ იცით, რომ ვინ არის ამის გამკეთებელი. უნდა გითხრათ, რომ ჰაბიტატს დაუბრუნდეთ მაინც ჰაბიტატის თემას. ყველაფერთან ერთად აქვს მოფიქრებული ინსტიტუციური მოწყობა მთელი სამყაროს ჩვენი. ანუ არის საინფორმაციო, რატომ? ქალაქი. არა, მთელი სამყაროსი. არის გლობალური ურბანული ობსერვატორია, სადაც თავს იყრის წამოსული ინფორმაცია, არის რეგიონული RUO, ეგრეთ წოდებული RUO, ესე იგი რეგიონული ურბანული ობსერვატორია, სადაც რეგიონის მასალები იყრის თავს,
არსებობს NUO, National Urban Observatory, ანუ ეროვნული ჩვენი და არსებობს LUO, Local Urban Observatory, რომელიც ჩვენ მუნიციპალიტეტების შენება განაწილდეს. აი ასეთი კაპილარული წესით ამოდის ინფორმაცია ზევით. როგორ შეიძლება და ჩვენ რო გავთიშულიყავით ამ პროცესისგან რა პრინციპში. ეხლა რასია საქმე? აი ეს ურბანული ობსერვატორია არ არის აუცილებელი იყოს ინსტიტუცია კედლებით, ასე ვთქვათ, შტატი და ასე შემდეგ. შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიღაცა დაუშვათ აი თქვენმა ორგანიზაციამ, იკისროს და რომელიღაცა ინდიკატორი აწარმოოს, შეაგროვოს. რა თქმა უნდა, ქალაქის ხელმძღვანელობასთან დადებული მემორანდუმის საფუძველზე, რომ ენდობა ქალაქი აი ამ ვთქვათ ინსტიტუციას და აგროვებს ამას. ძალიან ბევრი ინდიკატორი გროვდება გარემოს დაცვითი კუთხით. ამ შემთხვევაში მე ეს არ გავაკეთე, ვინაიდან გარემოს დაცვა აკეთებს თავის ინდიკატორებს. შეიძლება მათ ვთქვათ თხოვოს ქალაქმა ან ეროვნულ დონეზე სამინისტრომ, რომ ფორმატში გადაიყვანოს ისეთ ფორმატში, რომელიც მოსახერხებელი ინდიკატორების აწარმოებლად. შეიძლება ცალკეულმა პიროვნებამ გააკეთოს, მაგრამ არის კიდევ კვლევები ჩასატარებელი, არის ისეთი საკითხები, სადაც კვლევებია ჩასატარებელი. ანუ აი ეს სისტემა არის ასაწყობი, მეგობრებო, და მე ვფიქრობ, რომ აი ამით შეიძლება დავამთავრო კიდეც, მაგრამ მაინც მინდა დავამთავრო აი ეს მადლიერების სიტყვები თქვენს მიმართ, ამ თქვენი ორგანიზაციის მიმართ, რა თქმა უნდა, და ღია საზოგადოების, ასე ვთქვათ, აგრეთვე ხარდაჭერისთვის, ღია საზოგადოების გამგეობის წევრი გახლავართ, სადღაც მასპინძელიც ვარ. და მე მგონი იშვიათი შემთხვევა, როდესაც ორგანიზაციის დასახელება აი ასე ვთქვათ მატერიალიზებული იქნა დღევანდელ საღამოში. ანუ ღია საზოგადოება საქართველოს. კარი ღია იყო ამ შემთხვევაში ჩვენთვის, ყველასთვის და მადლიერების სიტყვებით მინდა დავამთავრო. ბოდიშ ვიხდი, ვილაპარაკე 9 საათი და 5 წუთი, 15 წუთი. ხო, დეპეშის ფორმით იყო. მზად ვარ გიპასუხოთ ან გავაღმავო ნებისმიერი თქვენს მიერ, ასე ვთქვათ, მოწონებული, ხო. მარია მავაქოვი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის სტუდენტი ბუნებად-სარგებლობის კუთხით. რამენდეს ახლა თქვენ ახსენეთ, რომ არ არსებობს მიწებზე კანონმდებლობა. ხო, კოდექსი არა ეს უკვე. ხო, კოდექსი არა. ხო, აი მინდოდა რომ უფრო ღრმად გეთქვათ, ანუ რა კუთხით კოდექსი, იმიტომ დღეს თუნდაც მერია რო გასცემს გარკვეულწილად თბილისში მიწების, ვთქვათ, ნაკვეთებს, ან როდესაც რეგიონებში ვიღებთ, ხო, აი ეს უფრო დამაინტერესებს, იმიტომ რომ ამ სფეროში არ ვარ ჩახედული დიდად, იმიტომ არც ისწავლება ჩვენთან ესე ვთქვათ, ეს კანონები და ანუ უფრო რო ჩაუღრმავდეთ. ახლა მიწის სამართალი ისწავლება უნივერსიტეტში. რაც თქვენ ბრძანეთ, იცით ცოტა უნდა განვასხვაოთ ქალაქ განვითარება, ქალაქშენებლობა, სივრცითი მოწყობა, მიწის პრობლემა, კანონმდებლობის პრობლემატიკისგან. ძირითადად ეს არის საერთოდ სახელმწიფო მიწის ფონდი მთლიანობაში, მისი სტრუქტურა, მაგალითად საბჭოთა კავშირში იყო ურბანული მიწები, სატრანსპორტო მიწები, სასოფლო მიწები, წყლის ფონდი, ტყის ფონდი და სარეზერვო ტერიტორია. ჩვენ ქვეყანაში სარეზერვო ტერიტორია არ გვაქვს საერთოდ. ასეთი ცნება არ არსებობს სარეზერვო ტერიტორია არც ქალაქში და არც ქვეყნის მასშტაბით. ეს ხარვეზია. მაგრამ რაც თქვენ იკითხეთ ქალაქშენებლობითი თვალსაზრისით, ეს სხვა კანონმდებლობაა კიდევ. და სხვა შორის რახან კოდიფიცირებაზე ვსაუბრობთ, ეხლა მზადდება სივრცითი მოწყობის და მშენებლობის კოდექსი. კოდექსი რას ნიშნავს, კარგად იცით, ხო? თავმოყრილი ყველაფერი ამ დარგისა, ერთ კანონში კოდიფიცირება როცა ხდება, სხვა შორის გადაგზავნილია პარლამენტში, მაგრამ როდესაც ლაპარაკობ რომ ინსტიტუციურად ჩვენ ძალიან სუსტები ვართ, ხო, ჩვენი დარგი, ვეღარ მოვასწარი, ვეღარავ თქვი რომ ჩვენ პატრონი არ ყავს პარლამენტში. რა გაგებით პატრონი? რომ არ არსებობს არც კომიტეტი, არც ქვეკომიტეტი урბანისტიკის, საბინაო მეურნეობის და ასე შემდეგ. ეს წარმოუდგენელია. ექსპერტიც კი არა ჩანს იქ ასეთი. ანუ ვინ უნდა განიხილოს და არის დარგობრივი ეკონომიკის ხელში ისევ. ანუ ისევ ის გრძელდება, ეს ინსტიტუციური ხარვეზი თუ დანაშაული, არ ვიცი, გრძელდება პარლამენტის დონეზეც. თუ ლობისტი არ ყავს პარლამენტში, ვერ გაიტან კანონს დროულად. დევს და დევს ეს კანონი. იყო დაპირება რომ არის პრიორიტეტულებში, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი პრიორიტეტულებში უნდა ყოფილიყო თითქოს 31 პრიორიტეტულ კანონპროექტში, მაგრამ როგორც მე ახლა გავიგე და ვიცი, რომ ალბათ საგაზაფხულო სესიაზე არც გავა.
არ ვიცი, შეიძლება რაღაცა მოხდეს, ვიღაცა დაინტერესდეს ამით და გაიტანოს. აი ესეთი მდგომარეობა ამ კუთხით. ნინა ხატისკაცი, თბილისის მერის მოადგილე, ჩვენი კანონმდებლობით პირველ მოადგილეს მეორენაირად ქვია ვიცე-მერი, დანარჩენ მოადგილებს მერის მოადგილე ქვია, თუმცა დიდი მადლობა, საკმარისი. რაც შეეხება UN Habitats, ანუ ჰაბიტატის ორგანიზაციას და დღევანდელ მდგომარეობას, ამაზე მინდა უბრალოდ რამდენიმე სიტყვით აუდიტორიასაც გავაცნო ინფორმაცია, რომ მართლაც წლების წინ, ასე ვთქვათ, საქართველო უკვე აღარ იყო ჰაბიტატის წევრი, თუმცა რამდენიმე წლის წინ ეს სახელი აუცილებლად უნდა ვახსენო, იმიტომ რომ მისი პირადი დამსახურება ამ ორგანიზაციაში უკან დაბრუნება, ეს არის გვანცა შენგელია, რომელიც დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე იყო, მისი უშუალო მონაწილეობით, ასე ვთქვათ, მოხდა საქართველოს მიბრუნება უკან ჰაბიტატში და დღეს გვანცა მოადგილე აღარ არის, თუმცა ის არის, ასე ვთქვათ, ამ გამგეობის ერთ-ერთი წევრი, რომელიც დღევანდელ იმ სამოქმედო გეგმაში, რომელიც კიტოში, ასე ვთქვათ, მიიღეს, თავად იყო ჩართული და მონაწილეობდა ამაში. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას, რა აკეთდება ამ მიმართულებით, ალბათ ამ ეტაპზე ბევრის თქმა არ შემილია, თუმცა გამოიკვეთა და ითქვა, რომ ამის, ასე ვთქვათ, მთავარი მაკოორდინირებელი ამ ეტაპზე უნდა იყოს ეკონომიკის სამინისტრო, სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ აი ის განყოფილება თუ დეპარტამენტი, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს, დღეს არის ეკონომიკის სამინისტროში და ისიც უნდა ვთქვათ, რომ შესაძლოა ამაზე იყოს ბევრნაირი მოსაზრება და ალბათ უფრო იქითკენ გადავიხრებით, რომ ეს შეიძლება არ იყოს ეკონომიკის სამინისტროში, მაგრამ თუნდაც ეკონომიკის სამინისტროში რო არის დღეს, ესეც ძალიან დიდი მიღწევაა და ის ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს განსაკუთრებით რეგიონებში დღეს და ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ამ უწყების არსებობა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა ეკონომიკის სამინისტრო ძირითად მაკოორდინირებლად და ჩვენ კიტოში გამგზავრებამდე შევიკრიბეთ. რადგანაც ეს იყო სულ ახალი წევრობა იყო, ასე ვთქვათ, ახალი და მომზადებული მზაობა არ იყო იმისათვის, რომ ანგარიში გაკეთებულიყო, ამას დრო ჭირდებოდა და ასე შემდეგ. პრინციპში ჩვენ ერთი თვით ადრე ჩამოვყალიბდით იქ წასვლაზე, შეიძლება არც იყო ერთი თვე დარჩენილი. ამიტომ გადაწყდა, რომ მოხსენებითაც არ წამდგარიყავით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მოლოდინები ჩემი იქ წასვლისას იყო გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე ის, რაც დამხვდა თვითონ ჰაბიტატში, გარდა იმისა, რომ რაღაც 45,000-იანი შეხვედრა იყო და ძალიან ძნელია ასეთი მასობრივი თუ მასშტაბური ღონისძიებების დროს კონკრეტულად ძალიან ბევრი რაღაც გაიგო და პრინციპში ჩვენ მივდიოდით გასაცნობად, თვითონ ჰაბიტატის გასაცნობად, უფრო მეტი დეტალის გასაცნობად და სწორედ იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რა შეიძლება მივიღოთ ჩვენ იქიდან, რა იქნება ჩვენთვის ასე ვთქვათ, ბენეფიტი ამ ორგანიზაციაში ყოფნისას და რა შეიძლება ჩვენ შევმატოთ. აბა დაახლოებით აი ესეთი პათოსით მივდიოდით. ასე ვთქვათ, ინფორმაციულობის თვალსაზრისით ნამდვილად არ იყო ინფორმაციული, იმიტომ რომ აქ არ იყო, ვთქვათ, ამ სტრუქტურის რაღაც რომელიღაც ადმინისტრაციულ უწყებებთან შეხვედრა ან დეტალურად გარკვევა თვითონ საქმიანობაში და უფრო მეტიც იმდენად არაორგანიზებული იყო შეხვედრა, ასე ვთქვათ, თვითონ ორგანიზაციული საკითხები ჰაბიტატის აი ამ შეხვედრაზე, რომ ერთი დღე მოვანდომით პრინციპში შენობაში შესვლას. და არც ბევრი არ გაგვიგია, ბევრი სხვა ქვეყნიდან, თუმცა თქვენ რაზეც ილაპარაკეთ ამ წუთას, რომ ეს არის პლატფორმა, სადაც შეიძლება პულსზე გვეჭიროს ხელი და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, ასე ვთქვათ, ვეცნობოდეთ უფრო ადვილად და უფრო მალე. ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც არაწევრი ხარ, ესეც იყო ჩემი მთავარი, ასე ვთქვათ, შეგრძნება, რომ ეს იქნებოდა ალბათ მთავარი იმ ორგანიზაციაში ყოფნაში, იმიტომ რომ დღესდღეობით სავალდებულოების ნაწილი ამ ორგანიზაციაში ყოფნას, ვთქვათ, ან თუნდაც ანგარიშის მომზადების კუთხით, ან რაიმე ვალდებულებების აღების კუთხით არ გააჩნია და ამიტომ უფრო ნებაყოფლობითი ერთიანი სივრცე არის, სადაც ალბათ ქვეყანას, რომელსაც უნდა რომ სწორი ურბანული დაგეგმარებით ქალაქები და თავისი ქვეყანა გახადოს კიდევ უფრო მიმზიდველი, ალბათ ასეთი ორგანიზაციის წევრები აუცილებლად უნდა ვიყოთ. თუმცა ინფორმატიული ჩვენთვის ნაკლებად იყო თვითონ ეს შეხვედრა, ის ფორმატი, რომელზეც ჩვენ ვიმყოფებოდით.
რაც შეეხება სხვა თემებს, მე ძალიან მე არ ვიწერდი სამწუხაროდ, იმიტომ რომ ვიფიქრე, რომ ალბათ ძალიან ბევრი ადამიანის სურვილი ექნება კომენტარის გაკეთების. ბევრი საკითხი არის, აი ახლა ერთი რაც მაქვს ხენდება, თქვენ საუბრობდით საბჭოზე, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ზონის წვლილებაზე, კოეფიციენტის მომატებაზე და ასე შემდეგ და თქვენ თქვით, რომ დეველოპერების ან იგივე მენეჟერების იქ ყოფნა არის არასწორი. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა არის, მაგრამ მე მგონია, რომ მენეჟერები რომ არ იყვნენ, მხოლოდ ესეც ვერ მოაგვარებდა პრობლემას, იმ პრობლემებს, რაც აქვს თუნდაც ამ ტიპის საბჭოს, როდესაც ასეთი დისკრეცია, ამხელა დისკრეცია აქვს უწყებას და თან ეს არის კოლეგიალური, ასე ვთქვათ, უწყება. მენეჟერებიც რო არ იყვნენ და იქ იყვნენ არქიტექტორები ან ზოგადად სხვადასხვა წარმომადგენლობითი ან არ წარმომადგენლობითი ორგანიზაციის წევრები, ყოველთვის გაჩნდება რაღაცა ინტერესები, როდესაც ასეთი დიდი დისკრეციის მატარებელია ორგანიზაცია და ამიტომ ამაზე საუბარი სულ არის ნამდვილად, როდესაც ურბანული დაგეგმარება ნაწილია, ვთქვათ, იმ სამსახურისა, რომელიც ნებართვებს გაცემს, აქ ალბათ იმდენად ასე ვთქვათ, ინტერესები ერთმანეთში გადადის, რომ ყოველთვის იქნება ეს პრობლემები, თუ ეს პრობლემები ზოგადად სხვანაირად არ მოგვარდება, არ იარსებებს განაშენიანების რეგულირების გეგმა, არ იქნება უფრო მეტად გაწერილი თითოეული, ვთქვათ, ზონირების თვალსაზრისით და კოეფიციენტის თვალსაზრისით განაშენიანების, ასე ვთქვათ, გეგმები და სამსახურს ამ შემთხვევაში ადამიანებს, რომლებიც იქ მეშინებენ, უფრო პატარა დისკრეცია არ ექნებათ და კონკრეტული დისკრეციის ფარგლებში მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამიტომ მხოლოდ მენაშენებს ვერ დავაბრალებდი, იმიტომ რომ შეიძლება მენაშენები არ იჭდნენ, მაგრამ გავლენამ მაინც მოახდინონ ხოლმე, ვთქვათ, იგივე გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და არ არის ძალიან ძნელი ადამიანების, ვთქვათ, კომუნიკაცია ადამიანებთან. ეხლა ბევრი სხვა თემაც იყო, რომელზეც ხო, რაც შეეხება იგივე ღირსეულ საცხოვრისს. ესეც ძალიან დიდი თემა, თქვენ სწორედ იმ თემებზე საუბრობდით, რომ მე როდესაც გისმენთ, როგორც თბილისის მერის წარმომადგენელი, ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, გრძნობ იმ ნაკლოვანებებს, რაც ასე ვთქვათ, კიდევ გამოწვევებს, რომელიც დღეს გვაქვს, მაგრამ მეორეს მხრივ ასევე ვგრძნობთ ყოველ თითოეული ჩვენგანი, რამდენად დიდი თემებია და რამდენად ცდება თითოეული ეს თემა მუნიციპალური, ასე ვთქვათ, ზომის თემებს. აქ რა თქმა უნდა, ეს თემები არის სახელმწიფო დონეზე დასარეგულირებელი თემები და მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებითაც გარკვეული, ვთქვათ, ნაბიჯების გადადგმას ვცდილობთ, პრობლემა იმდენად დიდია, თუნდაც ღირსეული საცხოვრისის თვალსაზრისით, თუ ავიღებთ მხოლოდ თბილისის, ასე ვთქვათ, სტატისტიკას და ეს ძალიან უხეში და არაზუსტი სტატისტიკაა, თავი რო დავანებოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ქირით ცხოვრობენ და ვერ იხდიან ქირას და პოტენციურად ხვალ ქუჩაში რჩებიან, ან ნათესავებთან და ვინმე ახლობლებთან არიან, ასე ვთქვათ, შეყუჟულები დღესდღეობით, არსებობს 400-ზე მეტი შენობა, სადაც 10,000-ზე მეტი ოჯახი არის, ეგრეთ წოდებული შეჭრილი, რომლებიც ითვლება, რომ ასე ვთქვათ, უკანონო ქმედებით სხვის საკუთრებაში შეიჭრნენ და დღეს ეს ადამიანები არიან პრაქტიკულად რეალურად ნამდვილად ღირსეული საცხოვრისის გარეშე არ არსებობს ელექტროენერგია და სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებები. ანუ პრობლემები ძალიან ბევრია და როდესაც უშუალოდ ერთი მუნიციპალიტეტი, ვთქვათ, რაღაცა კონკრეტულ პრობლემას მოაგვარებს, აქ თუ არ იქნება რაღაცა ერთგვაროვანი პოლიტიკა და ეს პრობლემები არ გადანაწილდება არა მხოლოდ თბილისზე, არამედ მთელ ქვეყანაზე, ძალიან რთულია ამ პრობლემებზე შეჭიდება. ამიტომ თქვენ დღევანდელი თქვენი მოხსენებით მე ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ შევაჯამეთ ის პრობლემები, რომელიც ქალაქშიც არსებობს, მაგრამ მეორე მხრივ კიდევ უფრო კარგად დავინახე ის თუ რამდენად დიდი პრობლემებია და რამდენად ერთად მუშაობით სახელმწიფო ცენტრალურ ადგილობრივ დონეზე და ყველა სხვა დამხმარე, ამ შემთხვევაში უცხოელები იქნებიან თუ არა უცხოელები თუ სხვადასხვა ტიპის დონორები, საჭიროა ძალიან დიდი ძალისხმევა კიდევ გასაწევი ამ მიმართულებით. მადლობა კონკრეტული, ასე ვთქვათ, შევსებისთვის ჩემი ინფორმაციის. საცხოვრის, მხოლოდ და მხოლოდ საცხოვრის შევეხები, აბსოლუტურად გეთანხმებით. მე წარმოგიდგენთ ძალიან მოკლე ხედვას ორ წინადადებაში. უსახკაროებს ვიცით ვინ პატრონობს ქვეყანაში, ხო? ადგილობრივი თვითმმართველობა. გაწერილია თვითმმართველობის ორგანულ. ეს კიდე სხვა მეთოდოლოგია კიდე სხვა არის. დევნილებს პატრონობს მათი სამინისტრო, ხო ასეა? სხვა მაძიებლებს ვინ პატრონობს? არავინ. ჩემი წინადადება ასეთია.
ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივა, მხოლოდ დელეგირება ამ ფუნქციისა ადგილებზე და არა თბილისზე. თქვენ მიიღეთ საშინელი მემკვიდრეობა. ვიმეორებ, როცა ტემპი იყო დაკარგული საცხოვრისთან ურთიერთობის მიმართების და ბაზარი ყველაფერს როცა აწესრიგებდა თითქოს წყალებში. ამ ასე ვთქვათ, მარყუჟის გაშლა თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, მოგესწრებათ, ზიარი ჭურჭელია განსახლება, ყველა თბილისში მოილტვის, ანუ ბინების შენდება, სოციალური ბინების შენდება, მუნიციპალური ბინების შენდება, თქვენ ვერ აუხვალთ ხოვნელს, განცხადებას და მართლა გაუბედურებულ ადამიანს. ამიტომ გამოსავალი არის ერთადერთი ცენტრალურ ხელისუფლებაში შექმნა ამ საბინო სააგენტოსი და დელეგირება ადგილებზე, რომ იქ შენდებოდეს, ამოწმებდეს ცენტრალური ხელისუფლება. ეს არის გამოსავალი. მე თუ მკითხავთ, ყოველ შემთხვევაში ჩემი მოსაზრება ასეთია. დანარჩენში გათახმებით ყველაფერში, დიდი მადლობა. ნანა ჭრელაშვილი, ქალაქ თბილისის მერია, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ანალიტიკოსი. რეესტრთან დაკავშირებით, აი გეგმის რეესტრი ახსენეთ, თუ სწორად გეგმარებითი დოკუმენტაციის დიახ, ძალიან დამაინტერესა ამ კუთხით, თქვენ როგორ ხედავთ, ანუ ეს რეესტრი ელექტრონულად უნდა იყოს, არქივიდან მოძიებული უნდა იყოს და გარეთ შეიძლება ასე ვთქვათ, ეს ინფორმაცია საჯარო იყოს თუ როგორ? რა თქმა უნდა საჯარო. რა თქმა უნდა საჯარო სამინისტრომ უნდა იცოდეს, სად რა კეთდება. რა გაკეთდა, რა არის გაკეთებული საბჭოთა პერიოდში პირველი გეგმით მოყოლებული 34 წლისა ავტორი, ესე იგი ძირითადი, თქვათ, ესე იგი დიგიტალიზებული ტექსტი, ილუსტრაციები, შემდეგ რა მიმდინარეობს, რა პროექტები მიმდინარეობს, რა არის დაგეგმილი და პერსპექტივა რა არის. ამ 4 რუბრიკით უნდა არსებობდეს ელემენტარულად, ახლა პორტალი უნდა იყოს, უნდა შედიოდეს ნებისმიერი ადამიანი და ხედავდეს. აი წალენჯიხაში რა ხდება დღეს? აქვს თუ არა გენგეგმა წალენჯიხას? ფიქრობენ თუ არა ამის შესახებ და ასე შემდეგ. რამდენადაც მე ვიცი ეს არ არის. გეგმის ასე ვთქვათ, მომზადების პროცესში ვართ და ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ ეს არის ამ ინფორმაციის თუნდაც მიღება. გადამუშავება ჩვენში შიგნით, რამდენად არიან ეს ადამიანები, არსებობს თუ არა ის სტრუქტურა შიგნით, რომელიც ამ დოკუმენტს მიიღებს. თავის ვთქვათ, იგივე უკავშირით რაღაც დახვეწით და ასე შემდეგ და შემდგომში აი სწორედ ის რომ ეს არ არის სტატიკური დოკუმენტი, რომელიც უნდა დაიდოს, ალბათ ჩვენ დაგვჭირდება მართლაც ფიქრი იმაზე, რომ უნდა არსებობდეს შესაბამისი უწყება, ну ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში მერიაში, თუმცა არის მოსაზრებები, რომ ურბანული ასეთი დეპარტამენტი ცალკე უნდა იყოს და არა ვთქვათ ნაწილი ამ ერთიანი სამსახურისა, რომელიც შემდგომში მუდმივად ამ დოკუმენტის განახლებაზე და აცოცხლებაზე იფიქრებს. რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი აზრით ახლა ყველაზე დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ კარგი საქმე კეთდება ნამდვილად, რომ ეს დოკუმენტი იქნება, მაგრამ შექმნა არის პატარა ნაწილი იმისა, რაც შემდგომ ამ დოკუმენტის რეალიზაციას ქმნიდა. დამტკიცების შემდეგ გენგეგმა იწყებს ყდომას მეორე დღესვე. თუ არ შეივსო, თუ ცვლილებები არ შევიდა, ინტერაქტიული თუ არ არის, ყდება ის დოკუმენტი. ერთ თვეში არის ყდარი უკვე. ერთ თვეში არა, თქვა, ნახევარ წელიწადში ყდარია. დამხელა ფული, იხარჯება ენერგია, რა ვიცი, გამოცდილება, ცოდნა, თუ ინსტიტუტი არ იქნა, ინსტიტუცია, ასე დავარქვათ, ინსტიტუტს დავარქვევ. საკვლევ საპროექტო. და კვლევებიც საჭიროა, მეგობრებო, აუცილებელია კვლევები. ჩვენ ბევრი რამე არ ვიცით თბილისის მდგომარეობის შესახებ. ანუ პულზე ხელი არ გვიდევს სამწუხაროდ, იმიტომ რომ ინსტიტუცია არ არის. არის ცალკე ინტერესები. და დოქტორანტები დაუშვათ სადღაც იმაში, მაგრამ ნუ დღეს სადოქტორო დისერტაციების სტატიებს გავს უფრო, ასე ვთქვათ, ნუ ასე შემდეგ და აი ეს მომენტი არის. შევეცდები მოკლედ, იმიტომ რომ არ ვიცი, მგონი ძალიან გაგრძელოთ, თუმცა ძალიან საინტერესო იყო ბატონო ლადო. პირველად მე მოვუსმენთ თქვენ ლექციას ვიოლის ფონდში 2005 წელს და აი მაშინ პირველად მქონდა შეხება აი ურბანისტულ თემატიკასთან, იქამდე ცოტა სხვა სპეციალობის ვარ, საერთაშორისო ურთიერთობები და პირველად აი სულიად პრინციპის შემთხვევით დავისწარი ბატონ ლადოს ლექციას და ესეთი აი თქვია სულ შეკრული ბიჭექი და ისე უსმენდი და იმ დღიდან მოყოლებული სულ ერთი ის ამაქვს ჩემთვის სიამოვნება ბატონ ლადოს მოსმენა ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერ ასე ვთქვათ ასპექტში. ძალიან დიდი მადლობა და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენი მიზანი აი ამ
საუბრების, ამ ლექციების, დისკუსიების, როგორც გინდათ დაგორქვათ. ეს არის ინტერაქცია. ჩვენ არ გვინდა რომ ჩავიკეტოთ რაღაცა ჩვენ სივრცეში, როგორც წესი, როგორც დაუშვათ ეს არასამთავრობო ორგანიზაციების მაგალითზე ხდება, როგორც წესი არის სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ცალკე თავისთან საუბრობს, რაღაცა რეკომენდაციებს დებს, საუბრობს, რომ აი რა ცუდია რაღაც ესე ხდება, რა კარგია რომ ასე მოხდეს. მაგრამ ეს ყველაფერი ერთ რაღაცა, ასე ვთქვათ, ერთ ოთახში იხარშება, ერთ ქვაბში. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, აი ხა მე მგონი ეს არის სწორედ ალბათ იმის ერთ-ერთი მაგალითი, რაც ჩვენ გვინდა რომ მივახციოთ, რომ აქ არის ინტერაქცია, აქ არის საუბარი, ერთის მხრივ იმ ადამიანებს შორის, რომელთაც დაუშვათ წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებას, რაღაც იდეები აქვთ, რაღაც წინადადებები და მეორეს მხრივ იმ ადამიანებს შორის, ვისაც ასე ვთქვათ, თვითონ გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ. იმედია, რომ პრინციპში ეს ჩვენი ურბანული ლაბორატორიის მუშაობა რაღაცა ისეთი კუთხით კიდევ უფრო და უფრო წარმატებული იქნება, როგორც თქვი, ერთ-ერთი პროექტი ჩვენ ქონდა უკვე ეს მეტროპოლიტენის რუკების პროექტი, სადაც ჩვენ მოვახერხეთ, ასე ვთქვათ, ის რომ ერთობლივად აი მერიასთან თანამშრომლობით და სატრანსპორტო კომპანიასთან თანამშრომლობით ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, რაღაცა პროდუქტი გვეჩუქებინა ქალაქისთვის. მე არ გავაგრძელებ, პრინციპში მქონდა რაღაც შეკითხვები. ძალიან დიდი მადლობა დღეს მობრძანებისათვის. მე უბრალოდ დავამატებ შემდეგი 4 შაბათის თემა არის საცხოვრისი თუ ზრუნველყოფის პოლიტიკა, გამოწვევები და პერსპექტივები. თუ ვინმე ამ თემით არის დაინტერესებული, ახლა დარბაზში მსხდომი შეგიძლიათ მობრძანდეთ და ვისურვებდი, რომ ნიმბისში არ გადავარდნილიყავით ზოგადად პოლიტიკური და არაპოლიტიკური, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორი და ყოფილიყავით საკმაოდ ჩართულები ყველა პროცესში, რომელიც ქალაქის პულსაციას ზომავს და სინჯავს და ინდიკატორებსაც ის გამოიმუშავებს და მადლობა ბატონო. დიდი მადლობა. სხვა შორის ერთ სიტყვას არ გამიგზელდება სიტყვა. სხვა შორის ჩვენმა ფონდმა დააფინანსა ერთი პროექტი საცხოვრისთან დაკავშირებით. სამი ახალგაზრდა არქიტექტორი მუშაობს. ნანო, ლევანი, აქ არის და გვანცა აქ არის, ხო? აგერ არის გვანცა. აი ნანო იქნება მოხსენებელი შემდეგ 4 შაბათს. ხო, თქვენი პროექტია გვანცა, ხო, შემდეგ 4 შაბათს. ძალიან კარგი. ერთხელ მოვისმინე ჯავახიშვილში აუდიტორია გაჭედილი იყო, ახალგაზრდობა იყო, რაც თავარია. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევავსეთ სხვადასხვა მიმართულებით იმ კუთხით, რომ ვცდილობთ, რომ სხვადასხვა ინტერესების და პოლიტიკის გამტარებელი აუდიტორია შევკრათ ხოლმე, ნუ ვცდილობთ და რაც გამოგვდის ეს არის. ხან მეტია, ხან ნაკლები თემის აქტუალობიდან გამომდინარე. მადლობა. დიდი მადლობა.